Marš საღამოშვიდობის ყველას, კეთილი იყოს, თქვენი დაბრუნება პარაბელუმზე. ჩემთან ერთად არის ლუჩიანო პოლიქიენი და ამ მომენტში ვთქვათ მსოფლიო დრამებისგან შესვენებისას. თუ ტრამპი 10 წუთში ცუდ ხასიათზე არ გაიღვიძებს, ისევ აფრიკაზე ვისაუბრებთ. რაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი იმ თემათაგანია, რომელიც ცოტა ყურადღების მიღმა დარჩა იმის გამო, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება უკრაინის ომის გამო, მაგრამ ომები გრძელდება. დაბრუნდით და ნახეთ ლაივი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ, სადაც ყველა ომზე ვისაუბრეთ. და იმაზე თუ როგორ არის ტენდენცია, რომ ზოგადად ომების ზრდის ტენდენცია. აფრიკაში ახალი ომები მუდმივად იწყება და არც ერთი არ წყდება. და რა თქმა უნდა, არის კავშირებიც იმასთან, რაც ხდება, რადგან ამ ფინანსებლებს შორის საუდის არაბეთიც არის. არსებობს სხვადასხვა მოქმედი პირი, რომლებიც კარგად ვიცით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებშიც. ამაზე შენზე უკეთ ვინ ილაპარაკებს? მადლობა ლუჩიანო, რომ დაბრუნდი. მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა დაბრუნება და უფრო მეტიც პირველად შემიძლია ვთქვა, მას შემდეგ რაც ეს საქმე დავიწყე, რაც უკვე მართლაც დიდი ხანია, რომ მე ვმუშაობ კონტინენტის ერთ სტაბილურ რეგიონზე. წლების განმავლობაში ვირები მსოფლიოს შეურაცხყოფებს, რადგან წლების განმავლობაში ვირები აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტების შეურაცხყოფებს. Di Europa orientale, degli esperti di Medio Oriente. მათ ამბობდნენ, რომ შენთან ყოველთვის რაღაც ხდება, მაგრამ სინამდვილეში მეგობრებო, ეხლა ეს რეგიონი უფრო სტაბილურია ვიდრე სხვა ადგილები. არა, ხუმრობ, სტაბილურობა ძალიან შედარებითია. არა, ირონიული დასაწყისი სინამდვილეში სიტუაციის განსამუხტად იყო, რადგან ლაივის თარიღი შემთხვევითი არ არის, დღეს 2026 წლის 15 აპრილია, ზუსტად 3 წელი გავიდა სუდანში ომის დაწყებით. კრიზისის კონტექსტისთვის საკმარისია ვთქვათ, რომ გაეროს მიერ მოწოდებული მონაცემებით ამჟამად სუდანში ომმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მირკოს თვალობით ჩვენ შეგვეძლო ომის მიმდინარეობა პრაქტიკულად მისი დაწყებიდანვე გვეთვალყურებინა. რა თქმა უნდა, გადაცემის ლაივისა და არხის სტილით, ამიტომ რასაც დღეს საღამოს ნახავთ, ყველაფერი მონაცემებზეა დაფუძნებული, ანუ იმ წყაროებზე, რაც გვაქვს. დიახ, ღია წყაროები, რომლებსაც შევძელით მიმართოთ. გავაკეთებ მოკლე შეჯამებას, მათთვის, ვინც ამ კონფლიქტზე პირველად ისმენს, სუდანის ომი, რომელსაც მე ჩემი პირადი სტილისტური არჩევანით სამოქალაქო ომად არ უწოდებ, მირჩენია გამოვიყენო გამოთქმა ორი გენერლის ომი. ზუსტად იმიტომ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ამ ორ ბატონს შორის, რომლებსაც ეკრანზე ხედავთ, მარცხნივ არის გენერალი ბურან ფათახ ალ-ბურჰანი, რომელიც სუდანის შეიარაღებული ძალების მეთაურია და ასევე სუდანის სუვერენული საბჭოს პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად შეიქმნა როგორც გარდამავალი ორდანო, რომელიც უნდა დახმარებოდა ქვეყანას დემოკრატიამდე მისვლაში და რომელიც ახლა ფაქტობრივად სუდანის მთავრობაა. ის, რომელიც ამჟამად ხარტუმშია განთავსებული და რომელმაც ხარტუმი დაახლოებით 1 წლის წინ ხელახლა დაიბრუნა. მეორე ადამიანის ძალებისგან, რომელსაც მარჯვ ხედავთ, რომელიც გენერალი მოჰამედ ანდანდაგალუა, იგი ცნობილია მეტსახელით ემეტი, რაც ნიშნავს პატარა მოჰამედს. ეს ორი ადამიანია, რომლებმაც თავიანთი ახლო წრით, ესე ვთქვათ, ორი აზროვნების სკოლა შექმნეს. სუდანის მომავლისთვის ორი განსხვავებული ხედვა აქვთ. ერთი მხრივ ალ-ბურჰანი, რომელიც არის, თუ გნებავთ, ხარტუმის ელიტის ჩემპიონი, ანუ პროფესორად ხარტუმის ელიტის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც გადაურჩა ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დაცემას 2019 წელს. მეორე მხრივ გენერალი ემეტი, რომელიც არის სწრაფი მხარდაჭერის ძალების ხელმძღვანელი, ეს არის პარამილიტარული ჯგუფი, რომელიც სუდანის არმიაში იყო ინტეგრირებული და თუ აფრიკით ოდნავ მაინც დაინტერესებულ ხარ, ალბათ უკეთ იცნობთ მას. მეცახელით, რომლითაც ამ პარამილიტარულ ჯგუფს ეძახდნენ, ასევე ბევრ სხვა პარამილიტარულ ჯგუფს, რომლებიც დაფურში მოქმედებდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისში, 80-იან წლებამდე და 2000-იანების დასაწყისში ეს იყო ჯანჯავიდის სახელი. სხვათა შორის, ცოტა კვლევა ჩავატარე წინა ლაივში თქვი, რომ ჯანჯა ნიშნავს ეშმაკებს ცხენებზე, მაგრამ უფრო ახალი კვლევებიდან დავინახე, რომ ეს დაფურის დიალექტური გამოთქმაა, რაც ნიშნავს ბანდიტებს. ასე რომ, ძირითადად ეს ჯგუფი, RSF, წარმოიშვა როგორც ეთნიკური საფუძვლის მქონე პარამილიტარული ჯგუფი, რომელიც დაფურის გენოციდზე პასუხისმგებელი წინა რეჟიმის დროს.
რომელიც გარკვეულწილად ინსტიტუციონალიზდება და შემდეგ ფაქტობრივად ხდება სახელმწიფოში. შემდეგ მივდივართ 2023 წლის 15 აპრილამდე, როდესაც ძალიან რთული თანაცხოვრების შემდეგ, რომელიც განწირული იყო წარუმატებლობისთვის, სინამდვილეში ის მართლაც ჩაიშალა. მათ გადაადგილეს თავიანთი ჯარები სუდანის რეგულარული არმიის წინააღმდეგ, დაიკავეს ხარტუმი, სცადეს ალ-ბურჰანის მოკვლა და შესაბამისად სახელმწიფოს სათავეში ჩადგომა. როგორც უკვე გითხარით, ეს არ არის ომი იმ მიზეზით, რომ აკლია სამოქალაქო კომპონენტი, ანუ კონფლიქტის მთავარი მსხვერპლი დღემდე. ეს ნამდვილად ასეა. ეთნიკური თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, თუ უბრალოდ ძალაუფლების საკითხია ამ ორ ძალას შორს. გონი ეთნიკურ საკითხზე მეტად, ეს ძალაუფლების საკითხია. ეთნიკური საკითხი მნიშვნელოვანია სუდანის კონფლიქტის ერთი ასპექტის გასაგებად, რომელიც ეხება დარფურს, რაზეც მალე ვისაუბრებთ. სადაც რეალურად ეთნიკურმა ჯგუფებმა, თქვათ არაბებმა ან ძირითადად არაბებმა დაიწყეს ეთნიკური წმენდების სერია. დარფურის გენოციდი არ არის შემთხვევით გამოყენებული ტერმინი, ის რეალურად აღიარებულია გენოციდად საერთაშორისო სასამართლოების მიერ, რამდენადაც ამას მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო სამართალი კარგ მდგომარეობაში არ არის. და ამიტომ, როგორც გეუბნებოდი, ეთნიკური კომპონენტი ბევრად უფრო ძლიერია დარფურში, სადაც მილიციები, დავარქვათ მათ არაბები, მაგრამ ეს გამარტივება, როგორც ემეტის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფები, ძირითადად, დაიწყეს ეთნიკური წმენდა დარფურელების წინააღმდეგ. დარფურელები აფრიკელები არიან, ორ ჯგუფს შორის აუცილებელი არ არის რელიგიური განსხვავება იყოს, მათ გარკვეული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ. რადგან დარფურის ეთნიკურ ჯგუფებს შორის არის კონკრეტული ეთნოსი, რომელსაც ზაგავა ქვია, რომელიც ამჟამად ჩადს აკონტროლებს. როგორც მალე ვნახავთ, ჩადი გარდა იმისა, რომ აფრიკაში სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, საკმარისია ვიფიქროთ იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ ჩადის არმიამ დაიწყო თავისი განლაგება ჰაითიზე, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ჰაითის კუნძულის სტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ფარგლებში. თუმცა ეს ჯარები ცნობილია გარკვეული ტაქტიკური ღირებულებით. ჩადელები საკმაოდ მაგარი ტიპები არიან. ეს ის ხუმრობა, რომელსაც ყოველთვის ამბობ მე ველოდი მას. ეს იმიტომ, რომ საჭიროა, მაგრამ იმიტომ, რომ აქ გამოიგონეს არმია ტოიოტა სატვირთოებით და ასე შემდეგ სწრაფი შეტევისათვის, რაც ცოტათი ინგლისელ desert rats მოგვაგონებს, აი ესეთი რაღაცები. მას ჩადელები ისტორიულად ითვლებიან ოსტატებად, სულ მცირე ცენტრალურ დასავლეთ აფრიკაში, მოძრაობის ომის ოსტატებად, რაც სწორედ იმ ტაქტიკების გამოყენებას გულისხმობს, რასაც შენ აღწერ. ანუ რიცხობრივადაც დიდი დანაყოფები, მაგრამ ძალიან სწრაფად გადაადგილებისა და დისლოცირების უნარი. იმდენად, რომ ჩადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აფრიკის კავშირის მრავალი სამშვიდობო ინიციატივაში. ამის დასაკეთებლად, რომ გაიგოთ, როგორ შეძლეს სამხედრო დონეზე ამ შესაძლებლობების გამოყენება, მათ შორის ბევრად უკეთ შეიარარებული არმიების წინააღმდეგაც, უნდა დაივიწყოთ ის ფაქტი, რომ ჩადელები არიან ისინი, ვინც ომის დროს ახალგაზრდა ხალიფა ჰაფტარი დაამარცხეს. ეს ერთიანობა ბრძოლა მიდის აუზუს ზოლის გამო, ასეა ფაქტობრივად. მათ შეძლეს ლიბიელთან, რომელიც ბევრად უკეთ იყო შეიარარებული, ასევე და განსაკუთრებით ერთიანობის წყალობით. è completa. ლიბიკო ჩადი არის ერთიანობა. E hanno ერთიანობა. და ეს მათ რეალურად ძალიან უნარიან მებრძოლებად აქცევს. ეს არის ერთიანობა. ეს არის ერთიანობა იმ ფრაქციებზე, რომლებიც ბრძოლის ველზეა და დროთა განმავლობაში განვითარდა. მაშ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ ფრაქციები, რომლებიც ამჟამად მხარს უჭერს.
ეს ალიანსები ძალიან ცვალებადია, ესე რომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი განსაზღვრებით არასტაბილურია, მაგრამ ესენი არიან მთავარი შეიარარებული ჯგუფები, რომლებიც ფარს უჭერენ სუდანის რეგულარული არმიის ინიციატივებს. ასე რომ არის სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩრდილოეთი, რომელსაც ხელმძღვანელობს აგარი, ასევე სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობა, რომელიც კიდევ ერთი ადგილობრივი შეიარაღებული მოძრაობა ძირითადად აქტიური დარფურში, რომელიც მხარს უჭერს რეგულარულ არმიას. არის სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს მინნი მინნავი, რომელიც ახლა ალბურამის პოლიტიკური მოადგილეა და რომელიც დიდი ხნის ომის ბელადი და დარფურის შეიარაღებული ჯგუფის ლიდერია. არის SLM ტამბური, ანუ სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა, თუმცა მას სხვა მილიციის მეთაური ყავს და კიდევ არის უფრო ახალი მილიცია, რომელსაც უფრო გამოხატული ინსტიტუციური კავშირი აქვს, ეს არის დარფურის ერთობლივი დაცვის ძალა. ეხლა თუ ამ განლაგებას შეხედავ, უკვე გაქვს პირველი გასაღები იმის გასაგებად, რაც ეს არის. როგორც ის, თუ როგორ მიმდინარეობს კონფლიქტი ტაქტიკურ და სამხედრო დონეზე, ასევე ის, რაც ძალაუფლების ბალანსებს ეხება, ანუ ელიტას. ეს არის სუდანის მთავრობისგან, ალბურჰანისკენ, ლესაფი ძალიან ძლიერია, შეუძლია კონცენტრირება ან ნებისმიერ შემთხვევაში გავლენის პროექცირება. და წითელი ზღვის სანაპირო. საკმარისია იფიქროთ იმაზე, რომ როდესაც სუდანის მთავრობას, SF-ის მთავრობას ხარტუმიდან გაქცევა მოუწია, დიდი ხნის განმავლობაში პორტ სუდანში იმალებოდა. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დასაღები სანაპიროების კონტროლის შენარჩუნება. და განსაკუთრებით იმისთვის, რომ აეგოთ საერთაშორისო ალიანსების ქსელი, რომელიც დღეს აქტიურად უჭერს მხარს SAF-ის ინიციატივებს, SAF-ის როლს. ამ მოკავშირეებს შორის საკმარისია ორი დავასახელოთ, ესენია რუსეთი და ირანი. შემდეგ სლაიდზე გადახვან, მიხვდები რა არის ძალა. ზუსტად ეს სუდანისთვისა. თუ გინდა შემდეგ უფრო დეტალურად განვიხილავთ, მაგრამ ძირითადად ირანი სუდანს იდეოლოგიური მიზეზებითაც უჭერს მხარს. ეს არის ერთობა ისრაელთან. და ამბობდნენ, რომ ის ასევე აპირებდა ეგრეთ წოდებული აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერას. პორტ სუდანზე კონტროლმა გაზარდა SAF-ის როლი რუსეთთან ურთიერთობებში, რომელსაც დღეს აქტიურად უჭერს მხარს. ანუ იარავითა და საშუალებებით მხარს უჭერს SAF-ის ჩართულობას. იმ იმედით, რომ გასცეს შესაძლებლობა მიეცემოდათ, შეთანხმება საკმაოდ დასრულებულადაც კი გამოიყურება. თუმცა ხშირად მისი განხორციელება ნელდება. საკუთარი სამხედრო ბაზა წითელი ზღვის სანაპიროზე და რეალურად დიჟამოლე ინიციატივერუ საკუთარი ერთეულის შესანარჩუნებლად. ეს არის ერთეული. წითელი ზღვის პირას, განსაკუთრებით აფრიკული მხარისკენ და ასევე კომერციული ყოფილი. უკრაინაში ომის დაწესებამდე ისინი აპირებდნენ კომერციული რაიონის აშენებას ორცაიდში, ეგვიპტის სანაპიროზე. თუმცა რუსეთის სტრატეგიის ფარგლებში, რათა მიაღწიონ სუეცის მიმართულების სტაბილურ დაკავებას, რაც ძველი პროექტია, ეს სინამდვილეში საბჭოთა კავშირისაც იყო, რომელმაც ებროს სცადა თავისი სტაბილური პოზიციის დამკვიდრება ბერბერას პორტში, სომალიში, სომალილენდის რეგიონში. შეიძლება გაგიდიათ ეს სახელი, რადგან ცოტა ხნის წინ ის ისრაელმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მაგრამ გეუბნებოდი, თუ შეხედავ SAF-ის განლაგებას, ის იმდენად ფართოა და შედგება ესეთი განსხვავებული ჯგუფებისგან, სწორედ იმიტომ, რომ ერთიანობის ერთიანობა. მადლობა. Urame l'esponente ich kann ხშირად უჭირდა ნამდვილი ერთიანობის დამკვიდრება. აღმოსავლეთ რეგიონებზე მას უნდა გაეკეთებინათ SAF-ს ომის დაწყებისას, როდესაც უპირისპირდებოდნენ ისეთ ძლიერ მტერს, როგორიცაა RSF-ი დარფურისა და აღმოსავლეთ რეგიონებში. მათ მოუწიათ ალიანსების შეძენა, რათა უზრუნველყოთ საკუთარი გავლენა, რათა რეალურად შეძლებოდათ RSF-თან ბრძოლა აღმოსავლეთ რეგიონებში. თუ გადახვალ შემდეგ სლაიდზე, RSF-ს ბევრად უფრო შეზღუდული განლაგება აქვს. ეს პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი რიცხობრივად უფრო მცირე არმია არიან. მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ არ სჭირდებათ დიდი ალიანსები სუდანის აღმოსავლეთის საკონტროლებლად. ისინი უკვე იქ არიან, ისინი დაიბადნენ დარფურში. ემეთი მწყემსების შვილია, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჩაცა და სუდანს შორის პირუტყვით ვაჭრობდნენ.
ამიტომ ისინი ამ ეტაპზე იბრძვიან, ან სულ მცირე, ისინი იმ ადგილებში განლაგდნენ, სადაც დაიბადნენ, სადაც გაიზარდნენ მათი ლიდერები, სადაც მათი მოძრაობა წარმოიშვა. ამიტომ მათ არ სჭირდებათ ესეთი ფართო ალიანსების შექმნა. თუმცა ერთი რამ გააკეთეს RSF-მა, მათ შექმნეს პოლიტიკური მთავრობა, რომელიც არის მშვიდობისა და ერთობის მთავრობა. ის ძირითადად დაფუძნებულია დაფურის პოლიტიკოსების ალიანსზე, რომელსაც TASS ეწოდება. და ამ ხრიგმა RSF საშუალება მისცა შეექმნათ მთავრობა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება არ აქვს. თუმცა, როგორც შემდეგ ვნახავთ, როცა ევროპულ პოზიციებზე ვისაუბრებთ, ასე თქვათ, არსებობს საკმაოდ დიდი დაბნეულობა იმის თაობაზე, თუ რომელი მთავრობა რეალურად საერთაშორისოდ ერთხმად აღიარებული. რადგან ყოველთვის არსებობს გარკვეული დონის არაერთმნიშვნელოვნება. მაგრამ ამ ფიქტიური მშვიდობისა და ერთიანობის მთავრობის შექმნით მათ შეძლეს ჩიხის გადატანა, მხოლოდ სამხედრო დონიდან დიპლომატიურ დონეზე. და ეს ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც დღემდე ხელს უშლის მხარეებს, რომ მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტაზე მაინც შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, არსებობს ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული შემთხვევაა სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩრდილოეთი, რომელსაც ხელმძღვანელობს აბდელაზიზ ალმილუ, რომელიც კიდევ ერთი მილიციის ლიდერია, რომელმაც გაწყვიტა კავშირი წინა ლიდერთან SPLM-ის მეორე ფრთასთან, რომელსაც აგარი ხელმძღვანელობს და რომელმაც შექმნეს საკუთარი ანკლავი მთებში. ნუბა, რომელსაც ისინი ახალ სუდანივად მოიხსენიებენ. ამიტომ ისინი საკუთარ თავს წარმოაჩენენ როგორც რაღაცის ნაწილს, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფოს დანარჩენი ნაწილისგან. 2024 წელს New York Times-ის რამდენიმე წარმომადგენელმა შეძლო ალიმუს ჯგუფთან აკრედიტაციის მიღება. და ნახეს, როგორ ცხოვრობენ ლუბას მთებში. მოკლედ, ძირითადად რომ ენახათ, როგორ ფუნქციონირებს ის ზონები, რომლებიც ქვეყანაში მათ მიერ იმართება და მათ კონტროლქვეშაა, და ფაქტობრივად მათ პარალელური სახელმწიფო შექმნეს. ამიტომ ეს გაძლევს წარმოდგენას, რამდენად რთულია დაპირისპირებული მხარეები და განსაკუთრებით გაძლევს საშუალებას დაინახო ის, რაც კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება. თუ ნახავთ პირველ ლაივს, რომელიც 2023 წელს ჩავატარეთ, ბოლოს ცოტა სცენარებზე ვისაუბრეთ და ვნახეთ, რომ ერთ-ერთი შესაძლო სცენარი, თუ კონფლიქტი გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდებოდა, იყო სახელმწიფოს ფრაგმენტაცია. Quindi di una partizione თუნდაც არ იყოს აღიარებული, მაინც რეალურად მოქმედებს ადგილს. აი შემთხვევები, როგორც SPLM-ენ ალილუ, გვიჩვენებს, რომ ეს დინამიკა ნამდვილად არსებობს. არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა, რომელზეც ბოლო ლაივში ვისაუბრეთ, რომელიც სუდანს მიუძღვენით. ეს არის Desert Wars-ის შემთხვევა. ეს არის კოლუმბიელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც ამჟამად RSF-თან ერთად იბრძვიან. ვიდეოებიდან, რომლებიც მე ვნახე, ძირითადად საუბარია დაქირავებულებზე, რომლებიც განსაკუთრებით გამოცდილი ან სპეციალიზებული არიან საარტილერიო იარაღის გამოყენებაში. იმ მცირედიდან, რაც შევძელით გაგვეგო, ისინი მართლაც სამოქალაქო პირები ან კოლუმბიის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრები არიან, რომლებიც იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და მონაწილეობენ ამ ომში. თვის per ragioni ძირითადად ეკონომიკური. და თავად ემეტი ცოტა ხნის წინ ერთ საჯარო გამოსვლაში აღიარა ის ფაქტი, რომ მათ ყავთ კოლუმბიელი. აქ უკვე დაქირავებული მებრძოლები ჩნდებიან. ვაგნერის ჯგუფის წარმომადგენლობაც იყო, ზოგი ჩვენ გვეკითხებოდა რა რესურსებია ჩართული, თუ სწორად მახსოვს, მათ ჰქონდათ ოქროს მაღარო, ცდილობდნენ საკუთარი ბაზის შექმნას, შემდეგ მათ აინტერესებდათ იმ მაღაროს ექსპლუატაცია და არ სურდათ ზედმეტად ჩარეულიყვნენ ორ მილიციას შორის. ეგვიპტეც, რომელსაც ორივე ჯგუფი მაინც დაუკავშირდა, ცდილობდა თავიდან აეცილებინა ჩართვა. თქვათ, რომ ახლომდებარე ქვეყნები ცდილობენ თავიდან აიცილონ პირდაპირი კავშირები. შემდეგ არის კითხვებიც მაგალითად უკაცრავად ინგლისი, მაგრამ რომელი მხარეს ჩადის ომის დანაშაულებს. თუ ორივეს ჩადის ომის დანაშაულებს. ამჟამად სუდანი შავი ხრერია. ასე რომ რეალურად რაიმის განხორციელების შესაძლებლობა
ომის სამართლის დარღვევებზე გამოძიებების ჩატარება ძალიან რთულია. ამ ეტაპზე რაც შევძელით გამოგვეტანა, ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენთან ფრონტიდან მიებულ ჩვენებებთან. ვიდეო, ტელე. ასწავლის რა პირობებია. Basta che tu abbia un telefono in tasca. ომის დანაშაულებს ორივე მხარე სჩადის. ადამიანის უფლებების დარღვევებიც ასეა. ბოლო დროს თუ საუბრობთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ვაღიარებ რომ არ გამოურიცხავ რომ SF-მა, სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება ჩაიდინეს ისინი, როდესაც RSF-მა, სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა დაიკავეს ჩრდილოეთ დარფურის დედაქალაქი. გასუკვირას La primavera scorsa, se non ricordo male. ერთი წლის ალყის შემდეგ პირველი სატელიტური მონაცემები, რომლებიც გაერომაც დაადასტურა, აჩვენებს, რომ ეთნიკური წმენდა მართლაც განახლდა. ამიტომ ძირითადად ამ მომენტში ვერ გეტყვით, რადგან ვერ ვაკონკრეტებთ, ნამდვილად განახლდა თუ არა გენოციდი, მაგრამ ეთნიკური წმენდა ნამდვილად განახლდა. და ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ეთნიკური წმენდის განახლება ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც კონფლიქტის რეგიონალიზაციის რისკს ქმნის. ამ კონტექსტში რუსეთ-ვაგნერის საკითხზე ვაგნერის რუსული ყოფნა აფრიკაში მთლიანად ან მნიშვნელოვნად შეიცვალა აფრიკის კორპუსის შექმნის შემდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი YouTube არხიც გახსნა. და ეს სწორედ ისაა, რაც მირკომ უკვე დააფიქსირა უკრაინის ომის შემთხვევაში. ანუ ვაგნერის აქტივების რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით ვაგნერი სულ მცირე აფრიკაში, ფაქტობრივად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მართული აქტივია. არსებობს მხოლოდ ერთი ნაწილობრივი გამონაკლისი. ეს არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სადაც ჯერ კიდევ არიან პრიგოჟინის პერიოდის საშუალო რგოლის წარმომადგენლები. და ეს საშუალო რგოლის წარმომადგენლები დარჩნენ. ავტონომია. მე ვფიქრობ, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია, რომ კრემლთან შეთანხმება არის. თქვენ არ ბრუნდებით ოპოზიციაში, არ ცდილობთ ჯგუფის აღდგენას, იმ სტილში, როგორც პრიგოჟინმა გააკეთა, რომელმაც ფაქტობრივად პარალელური არმია შექმნა და აჯანყდა კიდეც, მაგრამ ერთ მომენტში ჩვენ გთავთ უფლებას მართოთ თქვენი აქტივები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. იმდენად, რომ დღესაც კი რუსული კულტურის ინსტიტუტის წინ ბანდიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში დგას, გონი, მაგრამ შეიძლება ვწდებოდე, ერთადერთი სამახსოვრო ქანდაკება. მათი სახით, რომელიც უზრუნება უთქინ პრიგოჟინს, ან სამხედრო ხელმძღვანელს და ვაგნერის ხელმძღვანელს. ეს ნათელი სიმბოლოა, რადგან არ ვფიქრობ, რომ დღეს ვინმეს რუსეთში პრიგოჟინის ქანდაკება დაუდგამს. გავიგოთ, როგორ გადავიდა ის აქტივი თავდაცვის სამინისტროში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნამდვილად მართალია ვაგნერს ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა RSF-თან, ასევე მინერალური რესურსების, განსაკუთრებით ოქროს ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. მაგრამ პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ ვაგნერი გადავიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. და ზოგადად რუსეთი აქტიურად უჭერენ მხარს სუდანის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს. ეს რა თქმა უნდა არ ხდება რაიმე იდეოლოგიური მიზეზით, არამედ მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი გონივრულად ფიქრობენ, რომ თუნდაც RSF-ემ ხელახლა დაიკავოს ხარტუმი, ვერ შეძლებს სანაპიროსკენ გარღვევას. ამიტომ ისინი დაინტერესებულნი არიან სანაპიროში. და ამიტომ ისინი მხარს უჭერენ მთავრობას, რომელიც მომავალში პოტენციურად მათ იმ ზღვის ნაწილზე წვდომას უზრუნველყოფს. ასე რომ, რა თქმა უნდა, თუ ერთ მხარეს დადებთ ძალას, რომელიც მხარად აკონტროლებს დარფურს, ხოლო მეორე მხარეს ძალას, რომელიც მხარად აკონტროლებს ბაბ-ელ-მანდების სრუტის ნაწილს, სუეცის მიმართულების, მაშინ კარგად ხვდები, რომ კრემლის თვალში სუეცის მიმართულებას ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ისეთ კონტექსტში, როგორიც ეხლა. ეხლა კი გადავიდეთ სიტუაციაზე, მიდი მაპატიე. რადგან აქ ვართ, სანამ ადგილზე არსებულ სიტუაციას განვიხილავთ, არის რამდენიმე კითხვა, მაგალითად, რა ინტერესები აქვთ უცხოელებს ომში და რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს შესაბამის ფრაქციებს. ვთქვათ, რუსულ მხარეზე კლასიკური ინტერესი უკვე განვიხილეთ, ანუ პორტის ქონა, იქ ცოტა ჩინელებივით, მათაც უნდათ პორტი, ერთიც აქვთ საკუთარი.
ეს ერიტრეა თუ არ ცდები, ხო? ჩინელებს ერიტრეაში პორტი არ აქვთ, მათ ასმარას პორტი გაახლებინეს. სხვათა შორის ერიტრეა არის ქვეყანა, სადაც განსაკუთრებით ამჟამინდელი თავრობის პირობებში ჩვენ იტალიელებმა, ჩემი აზრით სწორადაც, გადავწყვიტეთ და დავიწყეთ ღიად საუბარი ერიტრეასთან. გარეთ ვინ მიიღო? La Meloni più volte. კროზეტო ეწვია ერიტრეას. ჩინელებმა განაახლეს ასმარას პორტი და რაც შეეხება განახლებას, ერიტრეა ცალკე ყურადღებას იმსახურებს, რადგან ეს აბსურდული ისტორია. ასმარას პორტის განახლების პარალელში მათ განაახლეს ნავმისადგომები ისე, რომ შესაძლებელი იყოს ჩინური სამხედრო გემების მისადგომის შესაძლებლობის შეფასება. ეს იმიტომ, რომ აკუერჩი, რომელიც მაინც ისტამიანია, ვინც განათლება მიიღო. Destroyeri ან ტერიტორიას. nell'area. ზუსტად ასეა. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც ერიტრეაში დესტროიერის კლასის ხომალდი განათავსა, იყო რუსეთი. დიპლომატიური თავაზიანობის ვიზიტის ფარგლებში. ერიტრეა გაითვალისწინეთ აკუერჩი პრეზიდენტი. ის არის ადამიანი, რომელიც ჩინეთში სწავლობდა მაოს ეპოქაში და დღემდე თავისუფლად საუბრობს ჩინურად და კვლავაც ჯერა ჩინური განვითარების მოდელს. რუსეთმა ეს თავაზიანი ვიზიტი განახორციელა, მგონი დესტროიერის კლასის ხომალდი იყო, მაგრამ სახელი არ მახსოვს და რა თქმა უნდა ეს იყო საზეიმო მოვლენა. აკუერჩი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყველა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში ომს გმობდა. ანუ ის ყოველთვის საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის და ასევე რუსეთის მხარეს დგას. მაგრამ ეს თავაზიანი ვიზიტი, რომელიც განხორციელდა, არ მახსოვს იყო თუ არა ეს ერიტრეის დამოუკიდებლობის წლის თავზე, სპეციალურად ამ მიზეზით იყო გაკეთებული. ანუ რუსებს თავაზიანი ვიზიტის საბაბით სურდათ შეეფასებინათ, რამდენად პრობლემური იქნებოდა, ან ნაკლებად პრობლემური თავიანთი გემების ასმარას პორტში შეყვანა. და შესაბამისად ეს კვლავ აისახება ამ სტრატეგიაზე, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად განხორციელებულია რუსების მიერ, რომ გააფართონ თავიანთი ყოფნა. Rosso. სტრატეგიული მოტივები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, უფრო ან ნაკლებად დაძაბული დაპირისპირების პირობებში ევროკავშირთან ამ მიმართულებაზე შენი ყოფნა გადამწყვეტია საზღვაო ვაჭრობისთვის. განსაკუთრებით ევროპული. რა თქმა უნდა, რუსებისთვის ეს მნიშვნელოვანია და ამიტომაც ისინი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე თამაშობენ. როგორც ადრე გითხარი, მათ ეგვიპტესთან შეთანხმებები დაიწყეს, სუდანში ამ ბაზის შექმნა სურთ, ასევე სურთან გამიხილავენ შესაძლებლობას, რომ ერიტრეაშიც ჰქონდეთ ბაზა. თუმცა ერიტრეა ამას არ თანხმდება ნაწილობრივ. იმიტომ რომ მას ძლიერი პოზიცია აქვს და არ იტანს უცხოური ჯარების მუდმივ ყოფნას საკუთარ ტერიტორიაზე. მეორე მხრივ, ერიტრეა არ სურს ჯიბუტის ბედის გაზიარება, რომელიც დღეს სახელმწიფოა, დიახ, რომელიც სხვადასხვა უცხოური კონტინგენტის ყოფნით ინარჩუნებს არსებობას, მაგრამ ამავე დროს ამ ინტერესებით არის დაჩაგრული, რომლებიც ძირითადად ბაზების საკითხზეა კონცენტრირებული. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ განიხილავს ესეთ ტიპის პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობას, მაგალითად, რომ გაახლებინონ ნავმისადგომები და შესაძლოა მის პორტებში მისცეს სხვა ქვეყნებს წვდომის უფლება. ის არ არის ისეთი სახელმწიფო მეთაური, რომელიც არც იდეოლოგიურად და არც ეროვნული ინტერესების გაგებით მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსებას დაუშვებს. სხვათა შორის ჩვენ იტალიელებიც ამ ეტაპზე ვერთვებით ასმარას პორტის მოდერნიზაციის რბოლაში. ჩვენ უკვე გვაქვს მედიუგიე, რომელიც ჩვენი ბაზაა ჯიბუტიში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იქაც ვიფიქროთ ჩვენი ნავების მისადგომებისა და მისამელების შესაბამისობას. მაგრამ მოკლედ სიტუაცია ასეთია და ეს გაძლევს საშუალებას გაიგო, რატომ აქვს დღეს SAF-ს საერთაშორისო დონეზე ბევრად მეტი წონა ვიდრე FSF-ს, რომლებიც ძირითადად აკონტროლებენ. უდაბნოს ნაწილი თუ ჯუნგლების რომელიმე ნაწილი. ის, რასაც ხედავ ადგილზე არსებულ სიტუაციაში, თუ კარგად წაიკითხავ, გაძლევს საშუალებას დაინახო, რა არის რისკი, ან უფრო სწორად, რა იყო ამ ომის მესამე წლის ნამდვილი თავისებურება.
ანუ სხვადასხვა დიპლომატიური აქტივობების ჩავარდნის ფონზე, ბრძოლის ველზე შექმნილი ჩიხის პირობებში. ჩვენ რეალურად ვხედავთ, როგორ ხდება კონფლიქტის რეგიონალიზაცია. ამ რეგიონალიზაციის პროცესის გასაგებად და მისი პირველი ნიშნების დასანახად უნდა დააკვირდეთ სამ პუნქტს. პირველი არის ლიბიის სამსაზღვრო სამკუთხედი, რომელზეც წინა პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ. ანუ ეს არის სამი საზღვრის ტერიტორია ეგვიპტეს, სუდანსა და ლიბიას შორის. აქ RSF-ემ მიაღწია შეთანხმებას ხალიფა ჰაფტართან, რათა უზრუნველყოს ლოგისტიკური მომარაგების ხაზი, რომელიც ჰაფტარის ადამიანებს საშუალებას აძლევს ლიბიისკენ გაგზავნონ მარაგები. სინამდვილეში ალ-სისის შუამავლობა იყო, როცა RSF-მა და ჰაფტარის ადამიანებმა დაიწყეს იმ საზღვრის ტერიტორიის კონტროლი. მან მაშინვე დაურეკა ჰაფტარს, რომელიც ჩავიდა კაიროში ვიზიტით. და ამიტომ ალბათ რაღაც სახის მედიაცია შედგა. ბოლო თავდასხმები, რომლებიც SAF-მა განახორციელა, სწორედ იმ კორიდორის გადაჭრაზე იყო მიმართული, რომელიც ლიბიისკენ მიდიოდა. იმისთვის, რომ ალგაიაროს მომარაგება, ზუსტად ასე. გაითვალისწინე კიდევ ერთი ფაქტორი, ეს სხვა ლაივებში თქონდა ნათქვამი, მაგრამ გავიმეორებ კიდევ ერთხელ. საქმე ისაა, რომ სუდანი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით თითქმის მთლიანად უდაბნოს ქვეყანა. ამიტომ სოფლის ფაქტობრივი კონტროლი გაძლევს შესაძლებლობას აკონტროლო რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამაზე არაერთი კონფერენცია ჩატარდა განსაკუთრებით ინგლისური კამპანიის შესახებ, რომელიც სუდანიდან იწყებოდა და შემდეგ ეთიოპიის შიგნით გრძელდებოდა. ვინც აკონტროლებს სოფელს, სადაც ჭაა და კიდევ ერთ სოფელს, სადაც ჭაა. ის ყველაფერს აკონტროლებს, რადგან თუ საყრდენი ბაზა არ დაქვს, უდაბნოში ვერ გადარჩები. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს არის თხუმისავი აბაზა, აქ არაფერია. აქ არაფერია. ასე რომ ვინც მას აკონტროლებს, ის ამ მთელ ზონას აკონტროლებს. ზუსტად ასე. და სხვათა შორის ტრუმის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ჩანს ისებში მათ საკმაოდ ბევრი დრონი განათავსეს, რაც მათ საშუალებას აძლევს ლიბიის საზღვარი პატრულირონ და შესაბამისად ეს არის შეთანხმება, რომელიც მათ ჰქონდათ იმ ეგვიპტელებმა, რომლებიც ალ-სისის, ალ-ბურანის, ალ-ტარის მხარეს არიან, სიმართლე იციან. თუმცა ალბათ შეუძლიათ დაარტყან ძალიან დიდ მარაგებს, რომლებიც იმ საზღვარზე გადის. ასევე და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ალ-სისის დიდი დიპლომატიური ბალანსის თამაში მოუწია. იმიტომ რომ ამავე დროს ვერ უშლის ლიბიის ეროვნულ არმიას, ანუ ალ-ტარის ფრაქციას, რომ მარაგები მიიღოს სამხრეთიდან მომავალი ტრანზიტით. რადგან ეს მათი სამხედრო ძალისხმევის, დაფინანსების, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ მათ უნდა გაიარონ, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ SAF-ის ძალისხმევა დააზიანოს. მადლობთ. კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც პროგრესულ რეგიონალიზაციას გაჩვენებს, არის ის ვარდისფერი სამკუთხედი, რომელსაც ხედავ, რომელიც მდებარეობს ლურჯი ნილოსის შტატში, სწორია ეს აქ. ეხლა როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ აბსურდულია. ანუ SAF-ის ჯარების უმეტესობა აკონტროლებს იმ ტერიტორიას და შემდეგ გაქვს შეტევა, რომელიც ლურჯი ნილოსიდან იწყება, სულიად მოწყვეტილი დანარჩენს. ეს როგორც ვნახავთ, მნიშვნელოვანი ასპექტია. ან ნებისმიერ შემთხვევაში ამ შეტევამ გამოავლინა ეს ჩართულობა, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ არსებობს ღია წყაროები, რომლებიც ამას ადასტურებს, ეთიოპიის ჩართულობა RSF-ის ხარდასაჯერად. მაგრამ მოდი ამას უკეთ შევხედავთ, როცა ცოტა ხანში კონფლიქტის რეგიონალიზაციაზე ვისაუბრებთ. და რა თქმა უნდა, არის სამხრეთ სუდანის და შაბის საკითხი. თუ წინა ლაივებს გადავლებთ თვალს, მაგრამ მაინც გავიმეორებთ ეხლაც, როცა ხედავთ ამ სადაო ტერიტორიას სამხრეთ სუდანსა და სუდანს შორის, ეს არის აბიეს ტერიტორია, რომელიც ძირითადად ქალაქ ეგლიკთან ერთად სუდანის ნავთობის ინდუსტრიის გული ან ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ვინც რეალურად აკონტროლებს ამ ტერიტორიას, ის აკონტროლებს სამხრეთ სუდანსა და სუდანს შორის საზღვარზე ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. და სუდანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთავარი აქციონერი დღეს ჩინეთია, რომელმაც ააშენა ეს
ნავთობსადენები და წარმოადგენს სუდანის ენერგეტიკული ინდუსტრიის თავარ ან ერთ-ერთ თავარ კლიენტს. ესაა დაახლოებით არსებული მდგომარეობა ადგილზე. როგორც გეუბნებოდით, პირველი წელი იყო წელი, რომელიც გარკვეული წარმატებით გამოირჩეოდა RSF-ისთვის. RSF-მა გამოიყენა თავისი მობილური პარამილიტარული ჯგუფის ბუნება, ანუ მათი დიდი უნარი, სწრაფი მანევრები კებრძოლად SAF-ის წინააღმდეგ. მეორე წელი იყო წელი, როდესაც SAF-მა რეალურად დაიბრუნა ინიციატივა მათი საჰაერო უპირატესობის წყალობით. რაც ძირითადად ირანული დრონების მიწოდებამ გახადა შესაძლებელი. SAF იბრძვის შაჰიდებით. მესამე წელი არის წელი, როდესაც კონფლიქტი მთელი რიგი მიზეზების გამო, რასაც მალე განვიხილავთ, რეგიონალიზაციისკენ მიდის. სანამ ამ რეგიონალიზაციას განვიხილავთ, ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა გვეჩვენებინა, როგორ იბრძვიან სუდანში. მოკლედ, პატარა საინტერესო ფაქტი სამხედრო ისტორიის მოყვარულებისთვის, სუდანი არის ბოლო ქვეყანა, სადაც წითელი მუნდირების შეტევა მოხდა ბრძოლის ველზე. ეს მოხდა გიჟი მულას აჯანყებისა და მისი ჩახშობის დროს, როდესაც ბრიტანელებმა კვლავ დაიწყეს ხარტუმის დაპყრობა. თუ დააკვირდებით, არსებობს ერთი ინგლისელი ისტორიკოსის წიგნი, სახელად ტომ პაკენჰემი, რომელიც ქვია აფრიკისთვის ბრძოლა. ეს ისეთი სქელი წიგნია, რომელსაც მე ვკითხულობ იმ ცოტა თავისუფალ დროს, რაც მაქვს. მაგრამ ის დეტალურად აღწერს ხარტუმის დაცემასა და აღებას და ასახავს ბოლო შეტევას. იმპერიული ჯარების ბრძოლის ველზე. Cavalleria britannica, ყოველ შემთხვევაში აფრიკაში. სხვათა შორის ბრიტანული კავალერიის შეტევა, რომელსაც ახალგაზრდა უინსტონ ჩერჩილი ხედავს, დღეს სუდანში მიმდინარე ომი სრულიად განსხვავებულია. პირველ რიგში იყო ის, რაც შენ ადრე თქვი. ანუ რეალურად ბრძოლა მიმდინარეობს ძირითადად უდაბნოს რეგიონებში, სულ მცირე ამ ეტაპზე. სადაც ჭაბურვილის ან თუნდაც უბრალოდ სოფლის სავაჭრო გზაჯვარედინის კონტროლი გაძლევს საშუალებას აკონტროლო რამდენიმე კვადრატული კილომეტრი მიწა. მაგრამ და ეს არის ის, რაზეც ხშირად მინდა ყურადღება გავამახვილო, რადგან ჩვენ გვგონია, რომ აფრიკული კონფლიქტები ყველა ისეთია, როგორც ფილმში შავი ქორის დაცემა. ანუ ხალხი ფორმაში, შეიარაღებულ პიკაპებზე, რომლებიც ისვრიან a casaccio. რეალურად ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე სხვა კონფლიქტების მსგავსად, ესეც ომია, რომელიც დრონებით იბრძვის. ამ კონფლიქტის ბუნების გასაგებად, რასაც ხედავთ, ეს არის სლაიდი, რომელიც ალ-ჯაზირამ გააკეთა და ძალიან მომეწონა, უნდა თქვა. ალ-ჯაზირამ მთელი გრძელი მასალა მიუძღვნა დრონების გამოყენებას სუდანის ომში. მე უყურებ ტიპებს და უკვე ვხედავ აქ ჩინურ და ირანულ მოდელებს. თურქულსაც. ქვემოთ. ასე ხდება. რა? მაშასე თურქეთი სინამდვილეში ასევე დაადანაშაულეს RSF-ის დაფინანსებაში, მაგრამ უფრო დრონებით, ასე რომ არა თვითმფრინავებით, თუ გესმით რას გულისხმობ. საინტერესო ჩემი აზრით აღსანიშნავია, ეს არის ხომალდები უკრაინაში, დიახ. უკრაინაში გამოყენებული საზღვაო დრონების გარდა, RSF-ის მიერ გამოყენებული დრონები, როგორც ხედავ, ეს არის დრონები. ისინი ხშირად იყენებენ დრონების ჯგუფებს, იშვიათად ერთეულ დრონს, ანუ იშვიათად იყენებენ დიდ თურქულ დრონს, ისინი ხშირად მიმართავენ დრონების ჯგუფებს. რასაც ცდილობენ სულ მცირე იმ ვიდეოებიდან, რაც მე ვნახე, არის ის, რომ უშვებენ ამ დრონების ტალღებს, სრულიად დაუფიქრებლად, უაზროდ. ოდიში, პირველი კითხვა, რომელიც მაქვს, შენთვის არის, ვინ აფინანსებს მათ? RSF. და როგორ ფინანსდებიან? ანუ, თუ ზღვის გასასვლელი არ გაქვს და ვერ ახერხებ. მაშასე, ძირითადად ოქროს კონტრაბანდით, გამოძალვით და შავი ბაზრით. ასე რომ ძირითადად ისინი ფინანსდებიან როგორც ყაჩაღები. მათ აქვს დომა რამდენიმე მაღაროზე, რომელსაც შემდეგ იაფად ყიდიან, ან უბრალოდ ლეგალურ ბაზრებზე აუქცელებენ კონტინენტის დანარჩენ ნაწილში. უბრალოდ შეიძლება მოახერხონ მათი გაფიდვაც ბირჟის მეშვეობით. მათი ასე რომ ძირითადად ესეთი რაღაცების მეშვეობით.
აქ რა თქმა უნდა. გაითვალისწინე, რომ RSF-ის სამხედრო ძალის ხმევა, როგორც ყველა პარამილიტარული ჯგუფის შემთხვევაში ასე ხდება, ეს არის სამხედრო ძალის ხმევა, რომელიც ძალიან მცირე ხარჯებით მიმდინარეობს. აბიხსნით, მათ ბევრი იარაღი მიიღეს რუსებისგანაც, როცა სუდანის მთავრობის ნაწილი იყვნენ და შემდეგ უბრალოდ თან წაიღეს. მე მახსოვს მაგალითად ერთი აღლუმი, indipendenza del Sudan 2020 წლის, სადაც ისინი ატარებდნენ აღლუმს, რეგულარული ჯარისნაწილები და RSF-ი ცალკე მიდიოდნენ. და მათ მაგალითად ძალიან დიდი რაოდენობის BTR ხავდათ. რა თქმა უნდა განასხვავეს დიდი დახვეწილობა დრონებისა და ტექნოლოგიურად განვითარებული საშუალებების მხრივ, რომელსაც ისინი იყენებენ ღია ტერიტორიებზე. ამიტომ, როგორც უკვე გითხარი, ისინი იყენებენ ამ უზარმაზარ დრონების გუნდებს. ისინი სრულიად შემთხვევით უშვებენ დრონებს დასახლებულ პუნქტებზე, როცა დასახლება ეცემა. და ასე დაეცა ელ-ფაშა. შემდეგ ისინი აღწევენ დასახლებულ პუნქტებში და ძირითადად ძარცვა. ხარტუმის ბრძოლაში კი ჩვენ რამდენიმე ვიდეო გქონდა ნაჩვენები, ეს არის შაჰიდი, რამდენიმე ვიდეო გქონდა ნაჩვენები წინა ლაივებშიც. ისინი ასევე იბრძვიან ურბანულ ზონებში ხელთ არსებული საშუალებებით, ძირითადად ეს ძარცვაზეა მიმართული და შედეგად ხდება ძარცვა დიდი ბრძოლები მაგალითად მოტოციკლეთით. ამიტომ საქმე ძარცვის აქტივობაზე გადადის. ამიტომ ეს ძარცვის აქტივობად იქცევა. ამიტომ ეს ძარცვაზე გადადის. ამიტომ ეს ესეთი ტიპის ძარცვის აქტივობა. რომ მოქცე მონაცემი და ასევე გაიგო როგორ შექმნა ამ ტიპის ომმა ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც ამჟამად აქტიურია პლანეტაზე. თუ გადახვალ შემდეგ სლაიდზე, ისევ ალ-ჯაზირა, რომელმაც ღია წყაროებზე დაყრდნობით დათვალა, რამდენი ოპერაცია ჩატარდა დრონებით SAF-ის მიერ. დღევანდელი მონაცემებით, რასაც ხედავ, მხოლოდ მათი დათვლით, 1468-ზე მეტი დაღუპულია, რომლებიც მათი თქმით მხოლოდ დრონებით განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება. დადასტურებულია 1468 გარდაცვლილი. ამ სლაიდს უნდა გაუსვა ხაზი იმ უხეშ ხუმრობით, რომელიც SAF-ზე და დარფურის გენოციდის დროსაც ვრცელდებოდა. სადაც ამბობდნენ, რომ სუდანის არმია არ იბრძვის, მხოლოდ ბომბავს. ეს იმიტომ, რომ ისტორიულად ან სულ მცირე ალ-ბაშირის პრეზიდენტობის დროს მთავარი ყოველთვის ეს იყო. ხარტუმი აკონტროლებს ავიაციას, მიწაზე ოპერაციებისთვის ადგილობრივ ჯგუფებს ეკრნობიან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ცის უპირატესობა ყოველთვის რეგულარულ ჯარს ჰქონდეს, ყოველთვის ხარტუმის ხელისუფლებას ეკუთვნოდეს. და ეს SAF-მა დიდხანს იბრძოლა, განსაკუთრებით პირველ წელს, როცა ჩანდა, რომ მათ ნამდვილად შეეძლოთ ომის წაგება RSF-სთან. მათ დააგროვეს და შეინახეს ტექნიკა, დრონები, მოამზადეს საკუთარი მომარაგების ჩაჭვები, გააკეთეს ასეთ ტიპის საქმეები. ეს არის არმია, რომელიც ცას მიწაზე ჩამოიყვანს. ეს არის არმია, რომელიც ცას მიწაზე ჩამოიყვანს. ეს არის არმია, რომელიც ცას მიწაზე ჩამოიყვანს. ომიცაში კი არა, არამედ რაღაც ძალიან ახლოსა. მე დაგიტოვე ღია წყაროები, ვიდეოებით, სადაც ჩანს რა შეიძლება იყოს ეს ზოგიერთი თავდასხმის შესახებ. მაგრამ არ ვიცი, გსურს თუ არა მათი ჩვენება, რადგან შეიძლება ამის გამო ლაივი დაგიჩვენ, ასე რომ მე ამას ავიცილებ. აგი როგორც შენ ამბობ, არც პირველი იქნებოდა, მაგრამ თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია ვნახოთ რა შედეგები აქვს ამ ტიპის ბრძოლას. ლაივს თუ გავვითიშავენ, გავვითიშა რა მნიშვნელობა აქვს? ეს არის ვიდეო, რომელიც ასახავს მისიას, რომელიც სოთებმა ჩაატარეს RSF-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ არ ვცდები, ეს უნდა იყოს თურქული დრონი. მოკლედ, როგორც ხედავ, ბრძოლის ტიპი, რომელსაც ისინი იყენებენ, მსგავსია იმასთან, რასაც RSF იყენებს. ისინი ცდილობენ დააზიანონ მომარაგების ხაზები. ამ შემთხვევაში ეს არის სწრაფი შეტევა კოლონაზე,
ისინი ცდილობენ ებრძოლონ RSF-ის მომარაგების ხაზებს და ამისთვის ძირითადად დრონებს იყენებენ. შეამჩნევთ, რომ ესეთი ტიპის კადრების ყურებისას ეს არ განსხვავდება იმ ოპერაციებისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში. ზუსტად იგივე რამეა, ძველი ვიღაცას რაღაცა გადმოქონდა. არა, ეს იმიტომა, როგორც იცი, იმიტომ რომ ის პატარა რაღაცაც არის. ვკიდულობთ, იმიტომ რომ ეს სათაურია, რაღაცას აკეთებენ, არ ჩანს რომ ვინმე კვდება ეგეთი არაფერი. მაგრამ ვეცადე ზუსტად გამეკეთებინა, რადგან ვფიქრობ, რომ მალიზე ლაივი აქვს. ანუ უკვე კარგია, რომ არც CIA-მ და არც ფრანგულმა დაზვერვამ არ მოგვიკაკუნა კარზე იმ ამბების შემდეგ. ეს კიდევ ერთი ხუმრობა იყო, მაგრამ რო გითხრა, რეალურად ცოტა უნდა გამოვიდეთ ჩვენი ხმიდან, როცა ყველას უნდა აუხსნა აფრიკულ კონფლიქტებთან დაკავშირებული დიდი ჰუმანიტარული კრიზისები. და იმიტომ რომ საშუალებები თანამედროვეა, ანუ არ არის რომ დაშორებები უზარმაზარია, რა თქმა უნდა, დიდი მოსახლეობა არ ყავთ, მრავლად არიან და არმიებიც მრავალრიცხოვანია. როგორც არ უნდა იყოს. ეს არის ის შედეგები, რაც შეგიძლიათ ნახოთ დრონების ოპერაციების შედეგად დასახლებულ პუნქტებზე. პრემენცინას არ აღნიშნავ კიდევ ერთს, ან უკეთრად ვთქვათ, ხაზს უსვამ კიდევ ერთ გზას, რომლითაც ARES ცდილობს გამოიყენოს საჰაერო ძალა, რომელიც მათი განკარგულებით არის, მაგრამ რიცხვით და პოტენციური შესაძლებლობებით ვერ შეედრება ISAF-ის საჰაერო ძალებს. და დრონების გამოყენება სუდანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კონკრეტული ნაწილის დასათქმელად. რაც როგორც ვიხდებით, განსაკუთრებით თუ იმას შეხედავთ, რაც ამ დღეებში ორმუსში ხდება. ეს არ არის ნავთობსადენი, არამედ ნავთობის გადამუშავება, რადგან თუ შენ თავს გამანადგურებლები, დრონები, რომლებიც რომ დაფრინავდნენ, გადამუშავების მოწყობილობების განადგურება ნიშნავს მათ მიწაზე დატოვებას. ეს როგორც ერთი წყარო იუწყება თერმობარული ბომბის გამოყენება, თუმცა წყარო საკმაოდ საეჭვოა. ვიდეო კი მიღებულია, რეალურია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ტიპის თავდასხმა, რომელიც RSF-მა განახორციელა. მათ არაერთხელ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული ბარელი ბომბები. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ეს თერმობარულია, შეიძლება სცადოს დამტკიცება. ეს არის ბარელი ბომბა, ჩემი აზრით, უბრალოდ ასე ჩაგიწერე, რომ გაგეგო. ბომბა, რომელსაც მაშინ ხედავ ჰაერის გადაადგილებას, იმიტომ რომ კაცია არ ჩანს, ეს არის აფეთქება გეუბნები როგორც სპეციალისტი. ეს არის ბარელი ბომბი. ეს ძალიან ბინძური რამეა. ზუსტად და ბარელი ბომბები ვისთვისაა, აბა, ბარელი ბომბები, ესე ვთქვათ, საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა სირიულ ერაყული ომის დროს 2011-დან 2014 წლამდე ორგიში. ისეთი პატარაა, სადაც თერმობარული არსებობს. ის მართლაც ესეთი პატარა, დიახ. მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, რაც მე ვნახე, მას იყენებდნენ უკრაინაში რამდენიმე დანაღმული ველის გასაწმენად. და ისეთი აფეთქებაა, ისეთი დარტყმის ტალღაა, რომ თვალითაც ჩანს. არა, მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვფიქრობ, სახელიდან გამომდინარე, თერმობარული სწორედ ცეცხლის გაჩენას უნდა იწვევდეს. მაგრამ ისტორიულად არა, თერმობარული ცეცხლს არ აჩენს. სინამდვილეში ის სწორედ ისრუტავს ჰაერს, სწორედ ვაკუუმის ეფექტს გმის, რომელიც ჰაერს ისრუტავს. Okay. My bad. კარგი, სრიცატო. მე არ მახსოვს, რომ მას ოდესმე თერმობარული იარაღი აფრიკის ქვეყნებში დაერიგებინოს. არა, ბუთველაც ვთქვა, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ხმამაღალი განცხადებაა მათი მხრიდან, ალბათ იმისთვის, რომ RSF-ს კიდევ უფრო ცუდი იმიჯი შეუქმნა. ჩემი ვარაუდი, როგორც ადრე გითხარი, არის ის, რომ ეს ბარელი ბომბია, ანუ ისინი გააკეთებენ, შეიძლება ბარელი არ იყოს, მაგრამ ხელნაკეთ ბომბებს დააკეთებენ. შემდეგ ამ ბომბებს ამ კვადროკოპტერებზე ტვირთავენ და იქ აგდებენ, სადაც საჭიროდ მიიჩნევენ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გამოარჩევს RSF-ს, უნდა თქვა, უფრო მეტად RSF-ს ვიდრე ISAF-ს, მაგრამ ამას გარეშე სასურველი პრეფერენციების გარეშე. RSF ძალიან ცდილობს სამედიცინო სტრუქტურებზე დარტყმას, რადგან ისინი ხშირად იყენებენ ალპის ტაქტიკას და რა თქმა უნდა, ალპის სწრაფად დასრულების ერთ-ერთი გზა არის წყლის, საკვების და მედიკამენტების მოცილება. და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ალხაშერის ალპის დროს, სადაც იმ იშვიათ შემთხვევათაგან ერთ-ერთში მათ რეალურად გამოიყენეს რაკეტა, ანუ სარაკეტო გამშვები. მათ დაარტყეს ორგანიზაცია ექიმების საზღვრებს გარეშე საავადმყოფოს,
იმდენად რომ შემდეგ ალფაშერი ერთწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ დაეცა. ეხლა როგორც უკვე გითხარით, ბოლო წლის კონფლიქტის მთავარი თავისებურება იყო რეგიონალიზაცია. ეხლა გადავხედოთ, როგორ რეგიონალიზდა კონფლიქტი. პირველ რიგში ეგვიპტის მონაწილეობით. აქ ალბათ მართლა 70 წლის აფრიკის ისტორიაზე უნდა ვისაუბროთ. ამიტომ ბოდიშს ვიხდი, იხდი იმ გამარტივებებისთვის, რასაც ახლა გავაკეთებ. პირველ რიგში ეგვიპტის მხრიდან სუდანის რეგულარული ჯარების მხარდაჭერა პირად ურთიერთობებზეა დაფუძნებული. სისი და ალ-ბურჰანი, რომლებმაც გარკვეული პერიოდი ერთსა და იმავე აკადემიაში ისწავლეს. ეგვიპტეში დიდი ხნის განმავლობაში, ნასერის პერიოდშიც კი, ეგვიპტელი ნაციონალისტები საუბრობდნენ ველის გაერთიანების აუცილებლობაზე. ან დაბრუნება იმ ოსმალურ პერიოდთან, როდესაც ეგვიპტე და სუდანი ძლიერები იყვნენ. და შემდეგ ბრიტანეთის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდნენ, იგივე ამბავია. ალტისი მხარს უჭერს აბს არა მხოლოდ ამ პირადი ურთიერთობების გამო, არამედ იმისთვისაც, რომ ხელისუფლებაში შეინარჩუნოს მთავრობა, რომელსაც ის საკუთარ დღის წესრიგთან უფრო ახლოს მიიჩნევს. და განსაკუთრებით იმისთვის, რომ გაამყაროს, ან ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნოს ხერძი კაიროსა და ხარტუმს შორის, რომელსაც ის მიიჩნევს ფუნქციურად, მთელი რიგი დოსიეებისთვის, მაგალითად, დიდი ეთიოპიური კაშხლის საკითხისად, სამი ქვეყანა, რომლებიც ნილოსის წყლების მართვის ფორუმში მონაწილეობენ, არიან სუდანი, ეგვიპტე და ეთიოპია. და რა თქმა უნდა, სუდანი ცდილობს მხარი დაუჭიროს ეგვიპტეს. შემდეგ, რა თქმა უნდა, არის წითელი ზღვის საკითხი, ეგვიპტეს სურს წითელი ზღვა ლოიალისტების კონტროლის ქვეშ დარჩეს და ასევე მთელი რიგი ისტორიული ურთიერთობების გამო, რომლებიც არსებობს ორ შეიარაღებულ ძალას შორის, მტრულობის დასაწყისში, პარალელურად ოპერაციებთან ხართუმის წინააღმდეგ, ანუ დედაქალაქში, რათა აიღონ კონტროლი საპრეზიდენტო სასახლეზე, RSF-ն ჩრდილოეთ სუდანში ეგვიპტურ ავიაბაზაზე შეტევა დაიწყო, რომელიც დღემდე ერთ-ერთი იშვიათი ოფიციალური ეგვიპტური ობიექტია საზღვარგარეთ. მაგრამ კაიროსთვის მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რაც კაიროსთვის ფაქტობრივად მნიშვნელოვანია, რომ მიაღწიოს გავლენის გარკვეული ფორმის გავრცელებას თითქმის დიდ ტბების რეგიონის დასაწყისამდე. გაითვალისწინეთ, რომ აფრიკა დიდია, ასე რომ ათასობით კილომეტრზე ვსაუბრობთ. ეხლა ეგვიპტეს არასდროს დაუმალავს სურვილი, რომ მხარი დაეჭირა, ან მეტი სიმპათია გამოევლინა ალიანსი SAF-თან. ეს ფაქტი თუ შემდეგ სლაიდზე გადახვალ, კიდევ უფრო დადასტურდა იმ აღმოჩენებით, რომლებიც New York Times-მა გაავრცელა. მე კიდევ ერთხელ გადავამოწმე ისინი, ასე რომ რეალურად შესაძლებელი. ეს არის ეგვიპტის სამხრეთული ბაზა, რომელიც ამჟამად საჰაერო მხარდაჭერას უწევს ეგვიპტეს სუდანში, როგორც სადაზვერვო და აღიარების ოპერაციების გზით, ასევე დაბომბვებით ტიბერიაში. კიდევ ერთი მტკიცებულება ამ პარტნიორობის შესახებ. თუ გადახვალთ შემდეგ სლაიდზე, რასაც ხედავთ, ეს არის თურქული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ეგვიპტემ რეგულარულად შეიძინა, რომელიც ჩამოაბდეს დარფურის რეგიონში. სხვათა შორის თუ არ ვწდები, მაგრამ ეს შენ უნდა მითხრა. ეს არის პირველი შემთხვევა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების. მაგრამ ავიც უკრაინაშიც იყო თუ არა ასეთი ახალი ქაობის შემთხვევები? იყო თუ არა ასეთი შემთხვევები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მაგრამ არ ვიცი ზუსტად ეს ვერსია იყო თუ წინა, რადგან ეს ზუსტად ის ლუპოა, რომელიც შეჯიბრისთვისაა. რომელშიც მან წააგო, ასევე ავტარიც, მაგრამ არ ვიცით ვინ ვარიანტები და ამის დოკუმენტირებული ვერსიები კი არსებობს. რადგან ვფიქრობ, რომ ავტარმა თუ არ ვწდები, TB2 დაკარგა. ეს რაც მე ვიცი, პირველად არის, როცა ვხედავთ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს. უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც სადღაც მსოფლიოში ჩამოაგდეს. თუ გადავხედავთ მეორე მოთამაშეს, ეს არის ეთიოპია. ეთიოპია გაჩვენებს, როგორია ეთიოპიის ჩართიის ჩართულობა. როგორ გამოიხატება სუდანის კრიზისი, ის უნდა განვიხილოთ რეგიონულ კონტექსტში, რომელიც ბევრად უფრო მკიფეა. მინდა რომ ამ ვიდეოდან დავიწყოთ. ამას ასე მარტივად არ წაშლია. ესენი, ვინც ხედავთ, არიან ბატალიონის ჯგუფი,
რომელიც საკუთარ თავს 70 մ-ს უწოდებს. ესენი არიან კადეტები, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი მომზადება. ისინი სუდანში არიან დამთავრებულები. მაგრამ ამ 70 კადეტს ძალიან განსაკუთრებული წარმოშობა აქვთ. ანუ ისინი ყველა ეთიოპიის ტიგრაის რეგიონიდან არიან. ტიგრაის ომი 500,000 გარდაცვლილი, 600,000 დაჭრილი. ეს კადეტები სუდანის შეიარაღებულ ძალებში იყვნენ ჩარიცხულები, კაცობრთნილები. შეიძლება გსმენიათ, რომ ტიგრაის ომი თითქოს ხელახლა იწყება. იმის გათვალისწინებით, რომ ეთიოპიას და სუდანს ასევე ჰქონდათ საზღვრის ომებთან დაკავშირებული გადაუჭრელი საკითხები, საზღვარზე შეტაკებები მოხდა არავითარ 2 წლის წინ. ესე რომ ეს ურთიერთობა ისედაც არ იყო მშვიდობიანი, თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი. ეს ის ტერიტორია, ხო? აბსოლუტურად. ის კარგად იყო წარმოდგენილი შიგნით, ყოველთვის ჰქონდათ სეპარატიზმი, ისინი ერთ-პირველებს შორისაც იყვნენ, თუ გახსოვთ, კომანდანტე, რომელმაც იტალიის შეჭრის დროს უღალატა, იტალიურ მხარეს უღალატა, ხო ესეა. თუ ასეა, სწორედ იმიტომ, რომ ისინი მაშინაც სეპარატიზმს განიცდიდნენ, პატივისცემით. ეს დაკავშირებულია ეთიოპიის სახელმწიფოს ბუნებასთან, რომელიც თავისთავად ძალიან განსაკუთრებულია. როცა ასეა, მის წინამორბედებსაც უყურებთ. მისმა მამამ მიიღო ნეგუს ნეგასტის მეფეთა მეფის ტიტული. სწორედ იმიტომ, რომ საბოლოოდ ეთიოპიას ჰქონდა ეს კონფედერაცია, სადაც სხვადასხვა ფეოდალური ბატონი ემორჩილებოდა იმპერატორის ნებას. ეს იყო ეს დაძაბულობა. თუ პარალელის გავლება გსურთ, რომ გაიგოთ როგორი იყო. სისტემა, რომელსაც აჩვენებენ, იცით, როცა მე ინგლისურად უყურე, არ ვიცი როგორ თარგმნეს იტალიურად ეს banners და არქვით მათ შტანდარტები. დიახ, ზუსტად. თითოეული იყო. ქვემოთ იყვნენ ისინი როგორც ყოველთვის, რომ გავიმეორო Game of Thrones-ის პარადიგმა და თითქოს იქ იყვნენ სტარკები, რომლებსაც თავიანთი ადგილი აქვთ და ქვემოთ იყვნენ ყველა დანარჩენი. სინიორი უმცროსი ლორდები, მაგრამ მაინც სხვა ერთგულებას იჩენენ და ასე შემდეგ. ამიტომ, როცა დაიწყეს არმიის შეკრება, ეს იყო არმია, რომელიც უფრო ცალკეულ ლიდერებს ემორჩილებოდა, სინამდვილეში არც ისე ზუსტად. იმდენად, რომ ყოველთვის დაიმახსოვრე ეთიოპიის ეროვნული დღესასწაული ემთხვევა ადუას ბრძოლის დღეს. და ისინი ადუას ბრძოლის ხსენებას ირჩევენ როგორც ეროვნულ დღესასწაულს. რატო? იმიტომ რომ მნიშვნელობა არის ყველა ეთიოპიელის ძალების გაერთიანება. ჩვენ თეთრკანიანები მოვიგერიეთ, ამიტომაც შევძელით კოლონიზატორების წინსვლის წინააღმდეგაც გამკლავებოდით, რაც სხვა აფრიკულ პოლიტიკებს, სხვა აფრიკულ სახელმწიფოებს არ გამოუვიდათ. დღევანდელ დღეზე დაბრუნებისას ეს ვიდეო რა თქმა უნდა გაჩვენებს თუ როგორ უყურებს ეთიოპიის მთავრობა ახლა წესებს. სუდანის რეგულარული ძალები, როგორც სისტემური ეგზისტენციალური კრიზისის ნაწილი. შესაბამისად, აძლევენ იარაღს ამბოხებულებს. ისინი ამას აკეთებენ ერიტრეასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ მხარს უჭერს სუდანის რეგულარულ ძალებს, განსაკუთრებით კი რამდენიმე ქვეითი დანაყოფით და ბევრი წვრთნით. და რაც ძირითადად ხდება ისა, რომ სუდანსა და ეთიოპიას შორის ურთიერთობები ყოველთვის პრობლემური იყო, მაგრამ სუდანის მხრიდან ტიგრელების წვრთნამ ეთიოპია აიზულა. გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგა და შესაბამისად მაშინვე რომელიმე მხარეს დადგომა გადაწყვიტა. ასევე იყო ინტერესი, რომ სწორედ იმ რეგიონიდან ხალხი გაეგზავნათ, თანაც ისე, რომ ისინი თავისუფლები არ ყოფილიყვნენ. და ისინი იქ მიდიან არეულობის მოსაწყობად, რომ შიგნით არ მოაწყონ არეულობა. როგორ გამოიხენონ მისი შესაძლებლობები ეს რაღაცებია რა? ამ თვალსაზრისით ეთიოპიის მთავრობისთვის არა, ესეთი ინტერესი არ არსებობს. იმიტომ რომ მათ 2022 წელს TPLF დაამარცხეს და ამიტომ არ სურთ რომ ის არმია ხელახლა შეიარაღდეს. შეიძლება იყოს, რადგან ამ მომენტში TPLF ორ ფრთად არის გაყოფილი. ერთი მთავრობის მხარდამჭერია, მეორე კი ომის განახლებასა და შურისძიებას ცდილობს. ეს უკანასკნელი მთავრობის მხარდამჭერი. შეიძლება მას ჰქონდეს ინტერესი, რომ ყველაზე პრობლემური ელემენტები გარეთ გააგზავნოს. წადით და ცოტა არეულობა სხვაგან მოაწყეთ. დიახ, შეიძლება ასეა, მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რომ ამჟამად ეთიოპიის მდგომარეობა ასეთია, როგორც მარტის მდგომარეობით ჩანს.
ფუნდამენტურად სამი ძირითადი რეგიონის აჯანყება გაქვს. ორომია, ამჰარა და ტიგრა, სადაც ისინი აგროვებენ ჯარებს ახალი ომის შესაძლო დაწყების მოლოდინში. ამიტომ ეთიოპიელები უკვე თებერვალში მაგრამ რატო უჭერს ეთიოპია მხარს RSF-ს? რატო? რატომ არა, ამას გიხსნით, იმიტომ რომ RSF და SAF ავარჯიშებენ ტიგრელებს. ერქიანდება მთელი რიგი ისტორიული პრობლემები სუდანსა და ეთიოპიას შორის. საზღვრის, ნილოსის წყლების, სხვადასხვა სახის გამოყენების. მოკლედ, რობის დაიწყეს იმის დანახვა, რომ ფაქტობრივად სუდანის რეგულარული ძალები მაინც ავარჯიშებენ ადამიანებს, რომლებიც ტიგრაის რეგიონიდან მოდიან. რას ხედავთ იქ? და სად შეიძლება მალე ომი დაიწყოს? და რატომ ვიმეორებ ამას? ეთიოპიამ ჯარები დააგროვა ტიგრაის საზღვართან. მაშასადამე ალბათ ისინი ამბობენ, უნდა მოვიშოროთ ჩვენთვის მტრული მთავრობა და ამიტომაც კარგია RSF-ის მხარდაჭერა. მაგრამ თუ რუკას შეხედა, უნდა გაითვალისწინო, რომ ეთიოპია ამჟამად განსაკუთრებით დრამატულ პერიოდს გადის, რადგან მას სამ რეგიონში აჯანყებები აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩიელო, რომია, ლამარა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ეკონომიკური ძრავა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, არის ტიგრაის საკითხი. შიში მეტნაკლებად. აბის მხრიდან ეს აშკარად გამოიხატა. და რომ ამარა ტიგრაისა და ფარის შორის შესაძლო სტაბილურმა ალიანსმა შეიძლება შექმნას წინააღმდეგობის ძალა, რომელიც შეიძლება მის წინააღმდეგ დაიძრას. ბება და მან ტიგრაის ომი სწორედ იმიტომ მოიგო, რომ ისინი უყვარს. ხავთ. მაგრამ ამ ეტაპზე ისინი აჯანყდნენ ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ და შედეგად გახდნენ. არის თქვათ ეს დიდი მტრობა საპევას მთავრობასა და ამარას მთავრობას შორის. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფერზე საუბარი? შეიძლება ეს ცოტა შორს წაგვიყვანს სუდანიდან, რადგან უნდა გავიგოთ სუდანის კრიზისი, სუდანის ომი რეგიონში არსებული კონფლიქტების სერიაში, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ რეგიონის ამდენიმე დიდი სახელმწიფო, შეიძლება ითქვას თითქმის ყველა, კენიის გარდა, ხელახლა განსაზღვრავს საკუთარ ძალაუფლების სისტემებს და ხშირად ამას აკეთებენ შეიარაღებული კონფლიქტით. ამიტომ თუ სუდანს, ჩადს, ლიბიას, ასევე სამხრეთ სუდანს, ეთიოპიასა და სომალიას შევხედავთ, ვხედავთ ამ ძალადობრივი დაპირისპირებების სერიას, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი პოლიტიკური წესრიგის შექმნას ამ ქვეყნებში. მაგრამ მე არ ვარ იმ ადამიანების გულშემატკივარი, რომლებიც გეუბნებიან თითქოს არსებობს ერთი საერთო ძაფი, ერთი გასაღები რეგიონის გასაგებად. შაბეჭდილებამ რჩება, რომ ეს კონფლიქტები ადგილობრივი მიზეზები წარმოიშობა, მაგრამ თუ ყველა ერთდროულად და იმავე რეგიონში იწყება, კარგად ხვდები, რომ სცენარი ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ახლა. დაუბრუნდეთ სუდანში კონფლიქტის ლოგისტიკურ მხარეს, ხურ მხარეს. ეს რაც ხედავთ რეკონსტრუქცია, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლაბორატორიამ გააკეთა, მათ დააფიქსირეს თვირთების გადაადგილება ასოსას აეროპორტიდან, რომელიც ეთიოპიის ეროვნული არმიის ბაზაა. მათ ჩატვირთეს ეს კონვოები, რასაც სურათზე ხედავთ, და შემდეგ ეს კონვოები წავიდნენ RSF-ის შეტევის მხარდასაჭერად ლურჯი ნილოსის რეგიონში. თუ თავიდან დადებულ რუკას კიდევ ერთხელ შეხედავთ, ის პატარა სამკუთხედის სამხრეთით, სადაც არიან RSF-ის ძალები, სწორედ იქ ეს პატარა სამკუთხედი სამხრეთით, ლურჯ ნილოსში, რომელიც თითქოს აუხსნელია, მაგრამ სინამდვილეში იქ არიან RSF-ის ძალები, რომლებიც იბრძვიან ეთიოპიისა და ნაწილობრივ სამხრეთ სუდანის მხარდაჭერით, სადაც როგორც ჩანს, სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად მალე ვისაუბრებთ, ხარი დაუჭირა RSF-ს, სანამ სამხრეთ სუდანში წავიდოთ. თუ იქ სწორად გააკეთებ, ეს სწრაფად გაკეთებული ფაქტობრივად მართლაც ასეა. მონაცემები, რომელსაც აილა ბუათუდის, გვაჩვენებს, რომ ამ კონვოებზე დაკვირვება, ანუ დროში მათ თავმოყრა, ფაქტობრივად ემთხვევა ლურჯ ნილოზე შეტევის დაწყებას. ანუ ისინი აკვირდებიან მცირე ბილდაპს. 2026 წლის თებერვალში. თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში იწვება შეტევა ლურჯ ნილოზე. თუ გადახვალ შემდეგ სლაიდზე სწორია, შეგიძლია ნახო ის ძირითადი პირველი გადაადგილებები, რაც
არასეხმა დანახორციელა ლურჯ ნიგოზე შეტევის პარბირებში. ასე რომ ასოსას ბაზიდან ისინი გადაინაცვლეს კურმუხისკენ, ანუ ასოსადან ლოგისტიკამდე, აბუსამდე გააკეთეს. მოაწყვეს უკანა ლოგისტიკური ხაზი და შემდეგ დაიწყეს კურმუხისკენ გადაადგილება ეს. სინამდვილეში ეს გაჩვენებს, რომ ეთიოპიის ჩართულობა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად შეზღუდულია ადის-აბებას დონეზე, რეალურად ეფუძნება ამ ჯარების ნაწილებს. უნდა გაევლოთ ზუსტად ეს გზა, მალე მივალთ ამაზე. ზუსტად ეს არის ის, რაც შეიძლება ცოტათ დაგაგებინოთ, რა ატმოსფეროა ეთიოპიაში. ეთიოპიამ შეაჩერა, მაგრამ არ დაუტოვებია თავისი გეგმა წითელ ზღვაზე გასასვლელად, რაც აბი აჰმედისთვის ეგზისტენციალურ საკითხად ითვლება. ასევე იმისთვის, რომ გამოასწოროს ერიტრეასთან მარცხის დრამა, რომელმაც ეთიოპია ზღვის გასასვლელის გარეშე დატოვა. ეს რასაც ხედავთ, არამეულ ენაზე დაწერილი წარწერა, რომელიც იყო durante una parata militare, qualche იანვარში გაკეთდა და ძირითადად ამბობს, გვირჩევნია მოუკვდეთ, ვიდრე არ გქონდეს თქვენი ზღვის გასასვლელი. ატარა რამ, რაც მაჩვენებს ამბერად სერიოზულია ეთიოპიის განზრახვები. მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული აბი აჰმედზე. წითელი ზღვის სხდომასთან დაკავშირებით ეთიოპია არის ხმელეთით გარშემორტყმული სახელმწიფო. არსებობს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ზღვის გასასვლელი. მაგრამ დღესაც ყავს საზღვაო ფლოტი, მათ ყავს საზღვაო ფლოტი. ამიტომ ეს გაჩვენებს, რომ მათთვის თუ გინდა, თუნდაც იდეოლოგიურად, თითქმის მესიანურად, წითელ ზღვაზე ცდომა არის რაღაცა, რაც არ არექვემდებარება მოლაპარაკებას და ამიტომაც არის ეს ყველაფერი დაპირისპირება ტიგრაისთან. ეს მცდელობა ამ მემორანდუმის ჰიპოთეზა მისი ხელით. მე არ მქონია, არ მინდევია, რადგან ცხადია ჩვენ ცუდად არ ვიტყავით. მოგიტან ამას 1925 წლის რუკას, თუ სწორად მახსოვს წლები, ჩვენ მქონდა მისი იტალიური ვერსია. არა, კარგი. მე როგორ გაჩნდა სომალი? სამხრეთ სომალი, სი. ეს არის ჩიციოს ინოვაცია. მაგრამ იტალიაში ინოვაცია, ჩიციოს ინოვაციაა, მაგრამ ეს არის ინოვაცია. იყო დიახ, ეს რასაც აქ ხედავ რუკა, რადგან ეს რაც აქ ხედავ არის კოლონიური დაყოფა, სადაც არის ამაზე ვისაუბრე აფრიკანიზმებზე, ჩემს აბსტეგზე, შეგიძლიათ მოძებნოთ ის სტატია, რომელიც დავწერე. სომალილენდის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ისრაელის მიერ აღიარების შემდეგ. აბა, ძირითადად კოლონიურ კარტოგრაფიაში ყოველთვის არსებობდა სამი იგივე სომალელთა მიწა. ფრანგული სომალია, ჯიბუტი, ბრიტანული სომალია, სომალილენდის რეგიონი და იტალიური სომალია. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის ერთადერთი წარმატებული შეტევა, აი ეს მოკლედ ბრიტანული სრულად იტალიელების მიერ ჩატარებული, ბალკანეთში ისე ცუდად გამოვედით, რომ ერთცეთ შეტევა ვერ მოუგეთ. შევიჯერით ორი კოლონით, ერთი ბერბერასკენ მიდიოდა, მეორე კი სანაპიროს გასწვრივ, რადგან სომალიც ავიღეთ. ფრანგები და ინგლისელები მცირე ბრძოლის შემდეგ იძულებულნი გახდნენ ადერში დაეხიათ. ერთადერთი კამპანია, რომელიც მთლიანად იტალიელებმა ჩაატარეს. ასე მოხდა. და მართლაც თქვათ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ატიოსთან რო გითხრათ, არ ვიცი, ეს იტალიელებთან შეთანხმება იყო, ამერიკელები ჩაერივნენ თუ რა გადაწყდა, რა მოხდა, ადგილობრივი მოძრაობები, მაგრამ ბრიტანული სომალი და იტალიური სომალი, ანუ სომალი და სომალი, გაერთიანდნენ და დღესდღეობით მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა მათ ერთსა და იმავე სახელმწიფო ერთეულად აღიარებს. შემდეგ სომალის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ 1991 წელს ბრიტანული სომალი, რომელმაც შეძლო, ესე ვთქვათ, მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ასევე დაკავშირებულია განსაკუთრებულ ორგანულ ბალანსთან, რომელიც არსებობს.
იმ მხარეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფოსავით მოქმედებს. ანუ აქვს დამოუკიდებელი არჩევნები და მთელი რიგი ავტონომიის ნიშნები. მაგრამ აფრიკის მხრიდან ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ არის აღიარებული. რადგან არსებობს ეს ვიტყოდი თითქმის მანტრა აფრიკის კავშირის, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა იქნას აღიარებული ავტონომიური ერთეულები, რომლებიც არღვევენ პოსტკოლონიური პერიოდის სახელმწიფო მთლიანობას, რადგან შიშია, რომ თუ ერთს დაუჭერ მხარს, მაშინ მთელი რიგი დამოუკიდებლობის მოძრაობები კონტინენტზე მოითხოვენ იგივე ტიპის ლეგიტიმაციას. მეორე მხრივ, რადგან სომალი დღესაც ჩართულია ამ პროცესში. სახელმწიფოს ჩვენებლობის პროცესი ძალიან ნელი და პრობლემური. ამ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება დადებითად არ აღიქმება, ასე რომ შეიძლება სხვანაირადაც იყოს. ეს არის ერთი შეხედულება. ისრაელმა დაარღვია ტაბუ. ტაბუ რატო? შეიძლება კრიტიკულად შევაფასო გადაწყვეტილება ან მისი მიღების ფორმა. მაგრამ წლებია ფაქტობრივად აღიარებულია, რომ სომალილენდის სახელმწიფო მშენებლობის პროცესი ბევრად უკეთესად წარიმართა დემოკრატიულობის თვალსაზრისით და სხვა მრავალი მიმართულებით, ვიდრე სომალიაში. ისრაელის აღიარება სომალილენდის თვალსაზრისით ერთგვარი უნდა ყოფილიყო. იმედი იყო, რომ ერთი ქვეყანა გვაღიარებდა და შემდეგ ჯაჭურად ყველა დანარჩენიც გვაღიარებდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებდა, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არ მოხდა. მაგრამ თქვათ ასე, ეთიოპიის მხრიდან ზუსტად ჩემს აზრით ძალიან დიდი შეცდომა იყო ეთიოპიისთვის ზღვის გასასვლელის არ მიცემა. ანუ ბოლოს შეიძლებოდა ეთიოპიას სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ ზღვის გასასვლელი ეთიოპიამ დაკარგა. ანუ ერიტრეამ აჯანყება მოაწყო და 80-იან წლების ბოლოს დამოუკიდებლობა მოიპოვა. იარაღით, ანუ სხვა მიზეზების გამო არა. არა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერიტრეელები დაქვემდებარებულები იყვნენ, ანუ ისინი პირველები იყვნენ, ვინც ილაპარაკა, ასე თქვათ, მეტი ყურადღება მიაქციეს იტალიურ ოკუპაციას. სწორედ იმიტომ, რომ იქიდან შემდეგ იტალიური შეჭრაც დაიწყება, იტალიური სომალიდან, ერიტრეიდან. ერიტრეელები იტალიელებს ასე ცუდად არ უყურებდნენ, შემდეგ ნელ-ნელა მათაც დაიწყეს, არა? არა, მაგრამ დღემდე. და სანქციებს ანტიეთიოპურადაც კი აღიქვამდნენ. დღემდე შემიძლია ვითხრა, რომ ეს პარადოქსული გამოცდილებაა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ მქონდა. მაგრამ ერიტრეელები იმ ხალხებიდან, ვინც ჩვენმა იტალიელებმა დააკოლონიზეს, ისინი არიან, ვისაც დღესაც ახსოვთ ეს. არ ვამბობ, რომ ეს დადებითია, მაგრამ ისინი აღიარებენ გარკვეულ დამსახურებებს იტალიურ კოლონიზაციას. რაღაცა, რასაც მაგალითად ეთიოპიელი ან ლიბიელი არ აკეთებს, ან ყოველ შემთხვევაში მათი უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. ასევე ბევრი ერიტრელი იყო, რომლებიც იტალიის მხარეს იბრძოდნენ. დიახ, ეგრეთ წოდებული ასკარები. თუ ასმარაში წახვალ, ისეთ შეგრძნებათ თქოს იტალიაში ხარ 60-იან წლებში. იმდენად რომ მარტო იმ მაგალითი მოგიყვანო, ასმარაში არის იმპეროს კინო, რომელსაც რომში, კაზილინოს რაიონში ზუსტად იგივე ტყუპი აქვს. ანუ ზუსტად იგივე კინო, ზუსტად იგივე შენობა. მაგრამ მოკლედ ეს არის მთელი იმ დინამიკის ნაწილი, რაც ეხება ეთიოპიელების წვდომას წითელ ზღვაზე, ან ზოგადად წითელ ზღვაზე წვდომის საკითხს, რომელიც საკმაოდ აქტუალური თემა გახდა. გადავიდეთ ჩადზე. ეხლა ის ადგილები, რასაც ამ რუკაზე ხედავთ, რომელიც The New Humanitarian-მა შექმნა, ეს არის ტერიტორიები, სადაც დაძაბულობები და ეთნიკური წმენდის ოპერაციები მოხდა დარფურში, სუდანის საზღვის მხარეს. ეს დიდი რაოდენობის მტოლვილები, რომლებიც ეთნიკური წმენდისგან დარფურში გაიცნენ, საზღვარს იქით ჩადში შეაფარეს თავი. სულ მარტივად რო ვთქვათ, ისინი თავშესაფარს ძალიან ღარიბ ქვეყანაში ეძებენ, რომელსაც დღესაც უწევს ჰუმანიტარული ტალღის დაძლევა. საკმაოდ ძლიერია. რა მოხდა მარტის ბოლოსკენ? ის, რასაც ხედავთ. ჩადური ძალების მასიური განლაგება მოხდა სუდანის საზღვართან. გადაწყვეტილება ამ რაოდენობის ძალების განლაგებისა და საზღვრის დახურვის შესახებ, ყველა იმ შედეგით, რაც ამას მოჰყვა, მათ შორის ჰუმანიტარულ დონეზეც,
ეს გადაწყვეტილება ძირითადად დაკავშირებულია რამდენიმე დრონით განხორციელებულ თავდასხმებთან, რომლებიც სავარაუდოდ RSF-მ განახორციელა ჩადის მხარეს, საზღვართან. ეხლა ჩადისათვის როგორც გითხარი სუდანში ომი ძირითადად ეთნიკურ ბალანსებს უკავშირდება. იმიტომ რომ ჯამენაში ჩადის ხელისუფლება ძირითადად ზაგავას შთამომავლობაა. ანუ იმ ეთნიკური ჯგუფის, რომელიც სუდანისა და ჩადის საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობს. თუ ჯამენაში მცხოვრები ბიძაშვილები არ დაეხმარები. დარფურში მცხოვრებ ზაგავებს იქნება კლანური განხეთქილება, რაც შეიძლება დომინოს ეფექტით ჯამენაშიც ხელისუფლების კრიზისამდე მიიყვანოს. მოგიყვან მაგალითს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. გეტყვი ამ ისტორიას. ცოტა ხნის წინ ჯამენაში ჯადიელების უცნაური ტრანზიციის დროს მოკლეს პატარა სოციალისტური პარტიის ისტორიული ლიდერი, სახელად იაჰია დინა. ის მოკლეს ძალიან უცნაობის როლის დროს, ის მოკლეს საკუთარ სახლში ჯადიელების საიდუმლო სამსახურების შეიარაღებულმა ჯგუფმა და დაადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, მაგრამ ის საკუთარ სახლშია. კომე. კერძოდ მას დაადანაშაულეს იმაში, რომ თითქოს ცდილობდა ეროვნული ტელევიზიის შენობაზე თავდასხმას, ირადად მას. მაგრამ ის საკუთარ სახლში. აი, როდესაც იაჰია დინოს სიკვდილის ამბავი, რომელიც ძალიან პატარა, მაგრამ ისტორიული პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყო, რომელსაც რამდენიმე ათეული წელი ჰქონდა პოლიტიკური საქმიანობის, საზღვარს გასცდა. იაჰია დინოს ერთ-ერთი ბიძაშვილი, სუდანელი ზაგავა, ჩაუდგა სათავეში 15,000 კაციან ბატალიონს და ჩადში მიემართებოდა. ანუ მას სურდა გაემართა ჯამენაზე. დივიზია ბატალიონი არ არის. აი, დივიზია უფრო მეტია, მაგრამ არ ვიცი, შენ მაგაზე თუ გიფიქრე. მებრძოლებს შორის არ ვიცი, 101,200 რო წამოდგენა ქონდეს. ასე რომ ისინი ტონეზე. დივიზიის მან ჩაიბარა 15,000 კაცის სარდლობა, მაპატიეთ, გენერალო კაპიტანი, თუ ტერმინებში ვწდები, მაგრამ მან ჩაიბარა 15,000 კაცის სარდლობა, რომ წასულიყო და შური ეძია თავისი ბიძაშვილისთვის ნჯამენაში. ეს იმისთვის რომ გაიგო, რომ ერთ მხარეს დარფურის ზადავები ძალიან ძლიერი სამხედრო ძალაა და დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ განსაკუთრებით იმისთვის, რომ თუ ნჯამენას მთავრობა მაინც და მაინც ვერ ახერხებს დარფურში მცხოვრები ბიძაშვილების დაცვასა და მათი ტანჯვის შემსუბუქებას, შეიძლება ჩადის პრეზიდენტი მამატუ ტრისტები თანამდებობიდან გადააკენოს. ეს ჯარები, რასაც ხედავთ, ამჟამად განლაგებულია ჩადის და სუდანის საზღვარზე. და ამიტომ არსებობს რისკი, რომ ჩადი ჩაერთოს სუდანის ომში, განსაკუთრებით დარფურის რეგიონში. შეიძლება ასევე გადაიკვეთოს უბრალოდ შექმნას ბუფერული ზონა, რაც აშკარად დააზიანებდა RSF-ს, evidentemente l'RSF. შემდეგ არის სამხრეთ სუდანის საკითხი. ეს არის რუკა, რომელიც წინა ლაივზე უკვე მქონდა ნაჩვენები. როგორც ხედავთ, ეს საზღვრის ტერიტორია სამხრეთ სუდანსა და სუდანს შორის კვლავაც ბრძოლების დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი არეალია RSF-თვის. რამდენიმე თვის წინ RSF-მ დაიკავა იდლიბის ქალაქი, სადაც მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. იმ მომენტში, როგორც სამხრეთ სუდანს, ასევე სუდანის ჩინელებს შეეშინდათ, რომ აირს ქალაქის ხელახლა დასაკავებიათ. ან უბრალოდ აირს სტრატეგიული უპირატესობის მოსახსნელად გადაწყვეტდა იდლიბის დაბომბვას და შესაბამისად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აფეთქებას. ეს აზრი ექნებოდა აისბერგს თვალსაზრისით ათასობით ადამიანის მიმართ. ქალაქი di reformების დაზიანება, I carburanti dell'RSF, come dicevamo prima, senza la raffineria non hai la benzina per i droni. ყველაფრისთვის რაც უნდა ამოძრავ. იყო საკმაოდ უცნაური მედიაცია, რომლის დასრულების შემდეგაც ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ჩინური ჩარევა, რომლის დასრულების შემდეგაც სამხრეთ სუდანის ძალებმა, სამხრეთ სუდანის არმიამ დაიკავა ქალაქი ეგლიკი. ქალაქი დააყენა ერთგვარი კონტროლირებადი ადმინისტრაციის ქვეშ. და თქვა, კარგი, სანამ ჩვენ აქ ვართ, უფრთხილდებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ასე რომ მას არ აკონტროლებს არც სამხრეთ სუდანი და არც ჩრდილოეთი სუდანი.
თუმცა არის ერთი პრობლემა. მოდი მოკლედ მოგიყვებით ბოლო 7 წლის ისტორიას სამხრეთ სუდანში. სამხრეთ სუდანს დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ეს უცნაური გარდამავალი მთავრობა. მისი სათავეში იდგა რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზეა და ეს არის სალვა კირი და მისი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც იყო რიეკ მაჩარი. განსაკუთრებული ის იყო, რომ ამ ორ ბატონმა ერთმანეთთან იბრძოლეს განსაკუთრებით სასტიკი სამოქალაქო ომის ფარგლებში, სამხრეთის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. მარჯვნივ არის სალვა კირი, რომელსაც ეს თითქმის კოვბოის ქუდი ახურავს. რიეკ მაჩარი კი მარცხნივა. ეხლა რა მოხდა? ეს მთელი ზავი ნავთობის ფულზე იყო დამყარებული. იმ აზრით, რომ ეს ოლიგარქია აკონტროლებდა დომასა და ფონდებს, რომლებიც ნავთობის რესურსების ექსპლუატაციიდან მოდიოდა. უზრუნველყოფილი ხელფასები, უზრუნველყოფილი სუდანში ომის დაწყებისას, რასაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა, ენერგეტიკული სექტორის კრიზისი დაიწყო, შეუძლებელი გახდა ხელფასების გადახდა, მათ შორის შეიარაღებული ძალებისთვისაც. შეუძლებელი გახდა იმ კლიენტელური სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც ზავს ინარჩუნებდა. ბრძოლა კვლავ განახლდა, რიეკ მაჩარი დააკავეს, ევრამეში გაათავისუფლეს დაზვერვის უფროსი, სალვა კირი, რომელიც სინამდვილეში ცუდად არის, რადგან 2024-25 წლებში მისი რამდენიმე საჯარო გამოსვლა ვიხილეთ, ჯანმრთელობით ნამდვილად არ გამოირჩევა. როგორც არ უნდა იყოს, მისმა გარემოცვამ ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რომ განიახლებინა ეს სამოქალაქო ომი. პატარა დეტალია, მაკარის გარემოცვა დაადანაშაულეს სუდანის რეგულარულმა ძალებმა, SAF-მა. და აქ უკვე იცინი იმაზე, რომ მიხვდი თითქოს ეკონომიკა აწყე, თითქოს გაადვილე RSF-ის რეკრუტირება საზღვრში. არა მხოლოდ ეს, არამედ RSF-ის რამდენიმე წევრი, თქვათ, მათი დაზვერვიდან ფიჯაკით და ჰავსტუხით გადაკვეთეს საზღვარი და საკმაოდ ბევრი დინარი გადაიხადეს ნავთობის რესურსებზე დომისთვის. ეს არის სუდანის მიერ მათი დაზვერვის მეშვეობით მოწოდებული ვერსია. ეს ყოველთვის ჰიპოთეზად ითვლებოდა. მოკლედ ომის ნისლია, ვინ იცის მართალია თუ არა, მაგრამ თუ გახსოვთ ის სამკუთხედი, რომელზეც საუბრობთ, ცისფერ ნილოსზე შეტევამდე. როგორც სწორად აღნიშნავდა მირკო, ეს RSF-ის ძალები თუ ცუც ვიფიქრებ, სადღაც უნდა გადმოსულიყვნენ. ცოდვას ვჩადით, მაგრამ ხშირად მტრიცებულებებიც არსებობს. ეხლა ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერს არ გეტყვი. სამხრეთ სუდანი, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია, შედგება სხვადასხვა ჯგუფებისგან, თეთრი არმია და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად ეს ახალ შუქს ფენს პრეზიდენტ კირის შესაძლო ჩართულობაზე RSF-ის რეალურ მხარდაჭერაში. ასე რომ საქმე იცვლება. ეხა ბოლო ნაწილი მერე რა თქმა უნდა კითხვებისთვისაც აკვარცადია. თუ დიპლომატია არსებობს, პირველ რიგში ვერავიცილებთ საუბარს ახალ კვარტეტზე, სუდანის ახალ კვარტეტზე. მიგითითებთ ისევ აბიგანისმებზე, რადგან იქ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. კვარტეტის მოკლე ისტორია. სუდანისთვის ეს არის დიპლომატიური ფორმატი, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებში დაახლოებით 2019 წელს თუ არა უფრო ადრე, სუდანთან ურთიერთობების სამართავად. დონალდ ტრამპმა იგი მნიშვნელოვნად გადაახალისა. ძირითადად გამორიცხა კვარტეტის ერთადერთი ევროპელი წევრი, რომელიც იყო გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი. რათა მის ნაცვლად ეგვიპტე შეეყვანა. ამიტომ ეს დიპლომატიური კვარტეტი შედგება საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და შეერთებული შტატებისგან. დღემდე მას არაფერი გამოუვიდა სხვადასხვა მონაწილეებს შორის არსებული წინააღმდეგობების გამო. ისინი პირველად შეიტრიბნენ სიცილს მგვის. სასაცილოა რომ ის იხსნის სათვალეს და ამბობს. თქვენ ინგლისელები არაფერ შუაში ხართ. თითქოს ამერიკელები რაიმე შეერებიან. ეს იყო საუდის არაბეთი და მსგავსი რაღაცები აქ, მაგრამ ისინი მაინც ერევიან. ეს იყო რაღაცა ისეთი, რაც გონია რომ ლონდონში საკმაოდ კარგად დაიმახსოვრეს. მაგრამ ის რაც მან ვერ გაიგო, არის ის რომ როდესაც შექმენი კვარტეტი, რომელიც ძირითადად არაბულია, რადგან 4-დან 3 ქვეყანა არაბია, შექმენი შესანიშნავი კვარტეტი, სადაც ის ოქტომბრიდანაა გაჩერებული ურთიერთობების გამო.
მაგრამ იყო საოცარი ამბები, მაგალითად, ეგვიპტემ უარყო რეზოლუცია, რომელიც დაწერეს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა. იმიტომ რომ არ მომწონს ის ზედსართავი, იმიტომ რომ თქვენ ორივე მხარეს ეუბნებით, რომ დააბდონ იარაღი. მაშინ როცა სწორედ RSF-ს უნდა დაადოს იარაღი, ამიტომ იქაც მაინც არა, მაბატიერ ჩემი კომენტარი. მაგრამ მნიშვნელოვანია ცოტა ისტორიის წოდნაც, რომ გეოპოლიტიკაზე ისაუბრო და განსაკუთრებით რომ იცოდე გარკვეული მექანიზმები. თუ წინა ადმინისტრაციები დიდ ბრიტანეთს კვარტეტში ტოვებდნენ, ნუ თუ ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ბრიტანეთის იმპერიის ნოსტალგია ჰქონდათ. მერე წარმოიდგინე ამერიკელები. რადგან ისინი იცნობენ სიტუაციას, ხალხები იცნობენ სიტუაციას. მაგრამ მე იტალიელი ვარ. ეს სუდანის ძალებისგან მოხდა. დიახ, მაგრამ ისტორიულ კოლონიურ კავშირთან ერთად კიდევ ერთი ფაქტორია. ისინი აცნობიერებდნენ, რომ თუ მხოლოდ არაბულ შემადგენლობას შექმნიდნენ, ეს გამოიწვევდა დიპლომატიური კვარტეტის შექმნას, რომელიც ვეტოებით არის დაბლოკირებული. დღესაც ასე. დაბრუნდი წინა სურათზე ერთი წუთით, სანამ მაკრონზე ვისაუბრებთ. ტრამპის ადმინისტრაციას სუდანის, რეალურად კი აფრიკის რქის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან სინამდვილეში ძალიან აქტიური იყო აფრიკაში. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია აფრიკის რქის საკითხში მართლაც ძლიერ მერყეობდა. წინა ადმინისტრაციების სტატუს კვოს შენარჩუნების ინიციატივებსა და სრულიად ახალ ნაბიჯებს შორის, ასე? Allora, გასულ ნოემბერში ბინ სალმანი ტრამპთან თეთრ სახლში მივიდა და როგორც ირკვევა, ამაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტრამპს ოფიციალურად სთხოვეს, რომ სუდანი კვლავ შეეყვანა ამერიკის დიპლომატიურ დრის წესრიგში. თქვენ უნდა გააკეთოთ, გაკეთდა და რაღაცა სუდანისთვის. იმ მომენტიდან მოყოლებული შეერთებული შტატების მხრიდან უფრო მეტი აქტივიზმი იყო. თუმცა ზუსტად მისი პოზიცია გაუგებარი დასჭი. ეს მომენტი იყო აქტივობის აქტი. ბევრად უფრო აგრესიული აქტივობა არ შვიდზე. ზოგიერთი სანქცია დაწესდა ისლამისტური პარტიის წევრებზე, ყოფილი დიქტატორის ალბაშილის პარტიაზე, რომელიც თუმცა მხარს უჭერს SAPS. საერთოდ ძირითადად გაუგებარია რისი მიღწევა სულ შეერთებულ შტატებს უნდა ითქვას. ან სულ მცირე, ეს ჩემი აზრია, რაც მის შემნიშნე. მართლა ასეა, მას გარკვეული მოწონება აქვს ბინ სალმანის მიმართ, ბევრად უფრო ვიდრე სხვა რეგიონის ლიდერების, მაგალითად ბინ ზაიედისა და სისის მიმართ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ბინ სალმანმა ამ ნაწილში შეიძლება დამოიღენოს ეს დავლენა, რათა შეერთებული შტატები სუდანის საკითხში თავის პოზიციებთან უფრო დაახლოს. პატარა პრობლემა. და კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც ჩემი აზრით კვადი არ მუშაობდა და არც იმუშავებს. ირანში ომია, ამიტომ ამ მომენტში მინდოდა ეს შენთვის დამეტოვებინა ამ ნაწილში, ანუ რა კავშირებია, რამდენად იმოქმედებს ეს, რაც ახლა ხდება. დიპლომატიურ დონეზე ყველაფერი იცვლება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამ ეტაპზე როგორც უკვე სხვა ლაივებში ცლად არის დოკუმენტირებული, შენ გავს ომი ირანში, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც ამ ომისგან მაინც ზარალდებიან. უფრო სერიოზული პრობლემები ვთქვათ, რითაც უნდა დაკავდნენ. ზუსტად, შესანიშნავად შეჯამებულია. ანუ ადრე ისინი ძალიან მნიშვნელოვან რესურსებს იყენებდნენ იმის ცდილობაში, რომ სუდანში რაღაც მოეგვარებინათ, რაღაც მოეგვარებინათ. დღეს, რა თქმა უნდა, მათი პრიორიტეტია ჰორმუზის სრუტის გახსნა, ირანში ომის შეჩერება. მაშინ ამდენად შეიძლება იყვნენ შეშფოთებულნი ერ-რიადში ან აბუ-დაბიში ან სხვა ადგილებში იმით, რაც სუდანში ხდება. ჩვენ საკამათოდ განვიშილეთ ერთ-ერთი ეფექტი, რომელიც ამ ჩიხს შეიძლება მოხვდეს. ამას შენ დაგიტოვებ დასასრულისთვის. ჩვენ ევროპელებიც ჩართული ვართ დიპლომატიურ ინიციატივებში, ხო ასეა? ამჟამად ბერლინში მიმდინარეობს მესამე საერთაშორისო ჰუმანიტარული კონფერენცია სუდანზე, რომელშიც SAF-მა უკვე განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. იმიტომ რომ ამბობენ, კონფერენციაში ჩართულია ძალიან ბევრი პარტიის ან მოძრაობის წევრი, რომლებიც RSF-სთან დაახლოებულები არიან. ამიტომ მათთვის ბერლინში მიღებულ გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა არ ექნება. პირველი ჰუმანიტარული კონფერენცია საფრანგეთში ჩატარდა. საფრანგეთში მაკრონმა გარკვეული შედეგი მიიღო, რადგან მან დააჩია. მან პირველად შეძლო ბინ ზაიედის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაყოლიება, რომ ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვა. entrambe le parti decorrere le armi.
შემდეგ იყო სუდანზე მეორე ჰუმანიტარული კონფერენცია, რომელიც ლონდონში გაიმართა. ძირითადად ორივე ჰუმანიტარული ინიციატივა ფართოდ მისასალმებელია. სხვადასხვის ლონდონში მას ყოფილი ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი, რომელიც პოლიტიკოსია და ადამიან მომწონს. სუდანის ჰუმანიტარული საკითხების მეორე კონფერენცია ლონდონში. მან ბევრი ფული შეაგროვა, მაგრამ ძირითადად ეს მექანიზმი ჩაკეტილია, რადგანაც შენ ბევრ ფულს აგროვებ, უნდა აიღო ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ შემდეგ ძალიან რთულია, რომ ჰუმანიტარული დახმარება ადლიდზე მიაწვინა. საზღვრები ჩაკეტილია, ჩვენ იტალიელებმაც, ჩვენ ცვლილი შევიტანეთ. ეს რასაც ხედავთ, ფარნეზინას tweet-ია დასული წლის 25 დეკემბერს, ეს იყო ვალდებულება, რომელიც უნდა შეგვესრულებინა. მან ასევე გამოაცხადა სხვათა შორის ფედეციის პოდკასტში, რომ ჰუმანიტარული დახმარება სუდანში. იყო ჰუმანიტარული დახმარების ეს პირველი პარტია იტალიისთვის. და ახლახან დღეს, შუა დღეს ვიყავი კონფერენციაზე, სადაც ის საუბრობდა საგარეო საქმეთა მინისტრ ტაიანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი ბერლინში კონფერენციაში მონაწილეობს. და მათ დაგეგმეს სუდანში კრიზისისთვის დამატებით 30 მილიონი ევროს გამოყოფა. საკითხი ისა, რომ ერთი წამით და მაშინვე შენთან ვარ, winter night. არა, უბრალოდ ხურავ. საკითხისა პირდაპირ ეთერში როგორც ბიჯიო მანდელი ერთი წამით და მაშინვე ზუსტად არ ვიცი რატო გამომივიდა ასე. არა, საკითხი, რასაც ვერ ვიგებ, ანუ ჩვენ იტალიელებს პოზიცია ნათელია. და ობიექტურად ჩვენი პოლიტიკური წონა ისეთია, როგორიც არის. და ამიტომ მობილიზდებით იმის მცდელობით, რომ მაინც შევამსუბუქოთ იმ სამოქალაქო პირების ტანჯვა, ვინც ვერ მოახერხა გაქცევა. მაგრამ მე ვერ გავიგე ჩვენ რომელ მთავრობას ვცნობთ, SF-ის თუ RSF-ის. იმიტომ რომ ისევ იმავე წრეზე ვტრიალებთ. მე ვფიქრობ, რომ ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ფარნეზინას tweet-ში ნახეთ, პორტ სუდანში გადაეცა, ანუ SAF-ის. ლოგიკურად ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ მთავრობასაც ვცნობთ, მაგრამ შეიძლება ეს იყოს მაგრამ ასევე პოლიტიკა არ ვიცი. თქვი შენ აგზავნი ან კიკი ერთადერთი გასასვლელი ზღვაზე ეგ არის მე თქვენ მიხედეთ კი, მაგრამ თუნდაც რომ გინდოდე როგორ გადასცემ RSF-ს მათ პარაშუტით უნდა ჩაუშო ხო, RSF-ს ვაწვდი, ან ჩადის, ან კენიის მეშვეობით. მაგრამ საქმე ესა, ანუ როგორც მე ვხედავ, ეს იგივე სიტუაცია არ არის. ანუ ჩვენ ლიბიურ კონფლიქტად ვაქცევთ რაღაცას, რაც ესე არ უნდა იყოს. რადგან ობიექტურად თუ ყველანი თანხმდებით, რომ ლეგიტიმური მთავრობა ერთია, მაშინ ეს მთავრობა RSF-ისა. უნდა ითქვას, ხო, როგორც რომ შეამბობენ, პირდაპირ უნდა უთხრათ ერთმანეთს. ანუ იმ აზრით, ეს რაღაც თქვენთვის მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ მოატყუოთ, კიდევ უფრო გაართულოთ მშვიდობის ინიციატივა. სამწუხაროდ ხედავ, ყოველთვის უნდა დამოვიყენოთ ლაიმის მაგალითი, რომელიც ტრაგედიებისთვის შაბლონად იქცა. ჩვენ ვცნობთ ერთ მთავრობას, მაგრამ მაინც საუბრობ მეორესთანაც. და ასე შემდეგ. არავინ არის, ვისაც ყოფნის გამბედაობა, მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭილოს ერთს, რადგან შიში რა არის, რომ შეიძლება ისინი დაიწყონ ხოცვა-ჟლეტა და მსგავსი რაღაცები. და მერე შენ დაგაკერებენ იარლიქს, რომ მათ მხარი დაუჭირე. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიქცევით, ჰეი, მართალია. მაგრამ ასევე მართალია, რომ პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნება. ასევე ის, რომ უნდა შეგეძლოს რისკების ავება. ბოლო რამ ჰუმანიტარულ საკითხზე. ეს არის UNHCR-ის ინფოგრაფიკა, რომელიც დაახლოებით აჩვენებს იმ ლტოლვილების რაოდენობას, ვინც ამ მომენტში მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და ჰუმანიტარული დახმარების ტიპს. და შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ამ მომენტში, როცა მნიშვნელოვანია ეს განმარტოთ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები წინასწარ ვამბობ, ბიჭებო, თუ გინდათ დაიჯეროთ, კი, ცხადია, გაერო არ არის ის, რასაც ვხედავთ სექტემბრის ბოლო კვირაში მინის სასახლეში.
მაგრამ იქ არიან შესანიშნავი ანალიტიკოსები და ოპერატორები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და ამ მომენტშიც ამას აკეთებენ. მათ უფრო ნაკლებს უხდია, რადგან იყო ეს სწრაფვა ეკონომიკური დახმარების შემცირების სქესს გაეროსთვის, რომელიც ამჟამად ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეამსუბუქოს ან შეაკავოს ეს ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია. ყოველ შემთხვევაში ჩართული ადამიანების რაოდენობის მიხედვით. ბოლო სლაიდი და შემდეგ უპასუხებ კითხვებს, თუ ასეთი იქნება. რა არის საკითხი? ეს არის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Foreign Affairs-ში და ამბობდა, სუდანი კიდევ ერთხელ არ გაყოფოთ. გახსოვდეთ, რომ ბოლოს სუდანი გაიყო 2013 წელს, როდესაც სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. სუდანი აღარ გაიყოს. ამ სტატიის ავტორები ასე ამბობენ. რადგან ეს რეალურად არ გადაწყვეტდა დამოუკიდებლობის საკითხს, არ გადაწყვეტდა დამოუკიდებლობის საკითხს ვერ მოაგვარებდა, რეალურად ვერ გადაწყვეტდა. შეერთებული შტატების სხვა საკითხები, დაკავებული არაბული ძალები, რა ხდება ჰორმუზში, სამხედრო ჩიხი, რომელიც დიპლომატიურ ჩიხად იქცა, ორი მთავრობა ადგილზე. ფიქრობთ, ცდუნება, რომელიც შეიძლება არსებობდეს ობიექტ კანცელარიაში, ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, ვაღიარებ ფაქტების რეალობას და შესაბამისად ვიჟებთ მას, ეს არ გადაჭრიდა აღმოსავლეთ სუდანის დამოუკიდებლობის საკითხს, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას. დასავლეთ სუდანი, სამხრეთ სუდანი, ჩრდილოეთი სუდანი წესრიგში. ეს ფაქტობრივად დამოუკიდებლობას გადაწყვეტდა. ეს ფაქტობრივად ვერ გადაწყვეტდა იმას, რაც როგორც უკვე გითხარი პირველ ლაივში, 3 წლის წინ საბოლოო რისკი ყოველთვის არსებობს. და დღეს, ჩემი აზრით, ეს ჰიპოთეზა სამხრეთ სუდანის. ეს ფაქტობრივად დამოუკიდებლობას გადაწყვეტდა. გადაწყვეტდა. სამხრეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უკვე კანცელარებშიც ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად სინამდვილეში დამოუკიდებლობა, სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობას ვერ გადაწყვეტთ. შეიძლება უკეთესია, ვაღიაროთ არსებული რეალობა და ასე მივიღებთ კიდევ ერთ სუდანს. ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ამაზე ფიქრობენ. სასუქების კრიზისი ჰორმუზის დახურვის გამო. როგორ იმოქმედებს ეს აფრიკაზე? მალი. კონტინენტური შიმშილი შეუძლებელია, რადგან აფრიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინენტია და კონტინენტური შიმშილის არსებობა გეოგრაფიის სრულიად სხვა სცენარია. კონტინენტური შიმშილი შეუძლებელია, არის ინფლაცია და ნამდვილად ის რეგიონები, რომლებიც შიმშილის ქვეშ არიან, ბევრ კომენტარს და კრიზისს განიცდიან. მადლობა. თქვათ, რომ ამ ეტაპზე კი ყველაზე დაუყოვნებელი რისკებია ინფლაციის ზრდა, აგრარული სექტორის კრიზისი, მართალია აფრიკის ეკონომიკა, განსაკუთრებით ნიგერია, მაგრამ ასევე სხვა ქვეყნებიც, მათ სასუქების მომზადება. საკუთარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჰორმუზის კრიზისი უზარმაზარ გავლენას ახდენს. მე ნამდვილად ხედავ ინფლაციის ზრდას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკით. ნამდვილად ხედავ იმ ადამიანების მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობას, განსაკუთრებით აფრიკის ქარში, რომლებიც საკვების ნაკლებობის რისკის ქვეშ არიან. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც აქ სპეციალურად თქვენთვის პარაბელუმში გეტყვით. ის გავლენას ახდენს სამთო სექტორზე. იმიტომ რომ არსებობს გამხსნელები, რომლებიც აუცილებელია იშვიათი მიწების კრიტიკული მინერალების მოპოვებისა და გადამუშავებისთვის და მათი მარაგი უკვე იწურება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა praticamente con un già detto che alcuni solventi non დაიწყებულია. იმიტომ რომ უკვე ბევრს იყენებენ, თუ გავითვალისწინებთ იმ მასალას, რომელსაც ამუშავებენ. და უკვე ეხლაც დეფიციტურია. ამიტომ senza sparare sulla croce. ამ ინიციატივის სტრატეგიულობაზე ირანში. ასევე ასე წოდებული მაღალტექნოლოგიური სექტორი. მისი მიწოდების ჯაჭვი ძალიან დაზარალდება ჰორმუზის ბლოკადით. მაგრამ ისინი არ აწყობენ მასაკრებს დარფუში არაბიზირებული აფრიკული უმცირესობის წინააღმდეგ. სამხრეთ სუდანი, რომელიც მხარს უჭერს SRF-ს, ჩრდილოეთისგან სწორედ იმიტომ არ დამოყოფილა, რომ არ არის არაბული. არა, ეს გამარტივება.
ძირითადი პრობლემა სწორედ ეს არის. სამხრეთ სუდანი ასევე გამოყოფილი იყო დარფურის გენოციდის გამო. და ასევე მთელი რიგი ვთქვათ ასე მარგინალიზაციისა, რომელსაც ხარტუმის ისტორიული ელიტა სამხრეთის ხალხისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ ავლენდა. სამხრეთ სუდანის დღევანდელი ცვლილებების გასაგებად ყველაფერი იწყება სამხრეთ სუდანის დამის დამოუკიდებლობის ისტორიული ლიდერის ჯონ გარანგის საკმაოდ საიდუმლო ვითარებაში გარდაცვალებით, რომელიც ვეტუმფრემის ავარიაში დაიღუპა. უგანდის პრეზიდენტმა მუსევენიმ თქვა, რომ მისი აზრით ეს საეჭვო იყო, საეჭვო შემთხვევა. გარანგის შემდეგ იწყება ომი სალვაკს შორის. ისინი სრულიად სხვა ტიპის ლიდერები არიან, ოლიგარქიული ლიდერები, რომლებიც ძალიან არიან დაინტერესებულნი ნავთობის რესურსებიდან სარგებლის მიღებით. ამიტომ თუ RSF გადაიხდის, მინიმუმ ის ელიტის ნაწილი, რომელიც სარგებელს იღებს, ჩივის შესახებ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის ძალიან კარგადაა, ესე რომ ჩემი აზრით, სწორედ მისი უახლოესი წრე, მისი გარემოცვა ალბათ. ცალკეული ადამიანის ინტერესის ცდება ამას იმედი მაქვს, იქ შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რომ თქვა დაწერა, რადგან lascia sempre grande libertà, questa roba che აფრიკული კონფლიქტებისთვის. legano solo per le etnie, non per მაგალითად ლიდერების ინტერესები, სახელმწიფო ინტერესები, სისტემური კრიზისები, სტრატეგიული მიზნები, რეგიონული დღის წესრიგები. ეს რაღაცაა, რაც ჩვენ თეთრებს გვაქვს, ჩვენ ჯერ კიდევ კოლონიური ეპოქისგან მიღებული განათლება გვაქვს. აფრიკულ კონფლიქტებს იმ კატეგორიებით არ განვიხილავთ. სხვა კითხვა, რომელი საელჩოები მოქმედებენ დღესაც იმ რეგიონებში? ღმერთო გუცფელად რო გითხრა, არ ვიცი. ნამდვილად ვიცი, რომ ევროკავშირს ყავს სპეციალური წარმომადგენელი სუდანისთვის, ისევე როგორც ჩვენ. არა ჯიჯინო, არა, ევროკავშირში არ ვიცი ვინ არის. პატიოსნად რო გითხრათ, არა, გულწრფელად ვერ გეტყვით. მით უმეტეს თუ ისინი აქტიურები არიან, მაშინ აქტიურები არიან. პორტ სუდანში ხარტუმი ამ თვეებში ხელახლა შენდება, მაგრამ გესმის, რომ ომი მიმდინარეობს, ასე რომ საერთოდ არ ვარ დაჩერებული. ძნელია ზუსტი შეფასების გაკეთება, თუ რამდენი დაბუჯდება ხარტუმის აღდგენა, რომელიც ზოგიერთ რაიონში განადგურებულია და ეს ძალიან შთამბეჭდავია. აქ იყო ძალიან დინამიკური, ძალიან სიცოცხლით სავსე ქალაქი გარკვეული თვალსაზრისითაც კი ის სრულიად განადგურებულია და ამიტომ არ ვიცი, მინდა დათქვიტა, რომ დღეს საელჩოები ღია იყოს. იმის მიუხედავად, რომ დიპლომატია გრძელდება ჰუმანიტარული ინიციატივებით, რაც მანამდე დაჩვენეთ, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საელჩო არ არის, პარიზი, რომი, ბერლინი და ლონდონი მაინც ესაუბრებიან საფის მთავრობას. დარწმუნებით არ ვიცი, ესაუბრებიან თუ არა ასევე RSF-ს, ზოგიერთი ჩვენ იტალიელები არა. ამიტომ მიუხედავად ამისა, დიპლომატია გრძელდება, თუნდაც საელჩოები არ იყოს გახსნილი. კარგი, ვითხოვდი, რომ ეს ყველაფერი იყო, ბატონებო. დიდ მადლობას უხდი ლუჩიანოს, უზარმაზარ მადლობას უხდი ყველას, ვინც გვიყურებდა. ასე რომ თუ მონეტიზაციას შეგვიწყვეტენ და ბატონებო, რა უნდა ვქნათ? არ მგონი. ბოლო დროს შევნიშნე, ბოლო 1 წელიწადში YouTube ბევრად უფრო მობიერი გახდა, ნაკლებად გვაწუხებს და ნაკლებად აკონტროლებს ყველაფერს. ალგორითმი უფრო შემწყნარებელია, ალბათ ნაკლებია, არ ვიცი, ომიც იგივეა. მასკის ეფექტი დიახ. არის ასევე ჩვევა, შეიძლება იყოს მასკის ეფექტი, მაგრამ შეიძლება იყოს ასევე ჩვევა, ტრამპის ეფექტი. ანუ ტრამპი ამბობს ისეთ რამეებს, რომ ეხა YouTube-ზე რაც ხდება იმასთან შედარებით, ეს ყველაფერი უცხინარი ამბავია, ხო ასე? მაშასე მადლობა, გამოიწერეთ ლუჩიანო აფრიკანიზმიზე. მე ყოველთვის კითხულობ იმ ელფოსტებსაც, რომლებიც პირდაპირ მიგვდის დანახლებების შესახებ. რადგან ეს ყველაფერი უნდა მივყვეთ, რადგან ისინი მაინც ემატება, ასევე რამის თემაზეც, რაც უკვე ცალკე თემაა, ისინი იზრდება. და ნამდვილად ის სამთო რესურსები, რომლებსაც უკვე მივხვებოდით ყველა სხვადასხვა ომში, მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ, ასე რომ მადლობა ყველას, შევხვდებით.
18-ში. გავმართავთ პირდაპირ ეთერს სამხრეთ ამერიკაზე, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკის კრიმინალურ კავშირებზე, გუერასთან და ბატისტესასთან ერთად. თუ ამ დროს რამე არეულობა არ მოხდება, რაზეც უნდა ვიზრუნო. თარილი არის 18. მაშ ბატონებო, ყველას დიდი მადლობა, მადლობა ლუჩიანოს და ღამემშვიდობისა. ნახვამდის, ღამემშვიდობისა.